უბედურების წყარო არის ის, რომ რაღაცა გინდა და არ გაქვს. ხო, მგონია რომ ფულს ბედიერება არ მაქვს. ერთ-ერთი მქონდა, ხე ბევრი არ მქონია, მაგრამ მქონდა ისე, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანისთვის საოცნებო და სანატრელი შემოსავალია, მაგრამ ბედიერება არ მოუტანა. ნუ ცხოვრებაც ხო ეგეთია რა, რაღაცას ყოველთვის თმობ, რაღაცის სანაცვლოდ. შენ გაქვს საოცარი ფუფუნება იმისა, რომ უამრავი შეცდომა დაუშვა. იმიტომ რომ დასაკარგები ალბათ ასაწყისში არაფერი არ აქვს, რა, იმიტომ რომ არც არაფერი არ გაიკეთებია და რა უნდა დაგარგო. პრობლემა ისაა, რომ შენ თუ მე მთელი ცხოვრება ეძიე, უბრალოდ დაიღლებ რა, რაღაცა დროს უნდა ჩამოყალიბ. შენ შემოსავალი კონდეს მაშინაც კი, როცა არ მუშაობ. ვერ გამდიდები თუ გონია, რომ ვიდრობა კარგი არ არის ან არაპატიოსები რამე. რა, მერსედესში ტირილი მირჩევნია საბოლოო ჯამში. გამარჯობა, დაგიბრუნდით მომდევნო ეპიზოდით პოდკასტის და დაგიბრუნდით საინტერესო სტუმრით. თუმცა სანამ სტუმარს გაგაცნობთ და სტუმარზე გადავალთ, გეტყვით რომ პოდკასტს წარმოგიდგენთ კომპანია Live Support-ი, რომელიც უკვე 10 წელია ბიზნესებს სთავაზობს IT outsourcing-ს და კიბერ უსაფრთხოებას. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარია ლევან გიორგაძე. სანამ პირველ რიგში როგორ ხარ ლევან? მადლობა რომ მოხვედი. სანამ მოხვიდოდი, რაღაცები გამოვიკვლიე შენზე და ვფიქრობდი როგორ დამეწყო ეს პოდკასტი და ვფიქრობდი რომ პატარა შესავალი გამეკეთებინა, გაცნობიტი ხასიათის. მაგრამ მოდი ასე დავიწყოთ და კითხავ პირდაპირ ვინ არის ლევან გიორგაძე. რა საინტერესო კითხვა არის. ხანვინ რა, ბევრჯერ არ ვიცი რა, მე ვცდილობ რომ არ მივიწეპო იდენტობაზე რაღაცა ამ პოზიციები ან რავი, ან მიღწევები, ან წაქცევები, ან რავი, ნებისმიერი რაღაც ეგეთი რაღაცები, რომელიც სულ მუდამ ცვლადია და ისე რავი, ვარ ერთი ლაპარაკი მიყვარს ერთი. მოლაპარაკი ადამიანი ვარ ერთი ეგ არის და ადამიანი ცნობის მოყვარე ადამიანი ვარ, ადამიანი რომელსაც მიყვარს რაღაცებში კირკიტი და გარკვევა და მეტის გაგება და მეტ კითხვაზე პასუხის გაცემა. ეგ უფრო მდგრადი და არაცვლადი არის, ვიდრე რავი, ვისი დირექტორი ვიყავი თუ ვისი sales manager-ი თუ რაღაც ეგეთი რა და. ხო, კარგად დაიწყე, არ მიფიქრი, ეგრე როგორ წარმედგინა თავი ვინ არის ლევან გიორგაძე. ბევრგან გიმუშავია, მე როგორც ვიცი. დაახლოებით ალბათ 20 წლიანი კარიერა გაქვს. კი. კორპორაციულ სამყაროში და შეიძლება არა მხოლოდ კორპორაციულ სამყაროში, ხო? და ალბათ ეგ ცნობის მოყვარეობა იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, ხო? რაც გიბიძგებდა, რომ სულ რაღაც ახალ საფეხურზე, ახალ ეტაპზე გადასულიყავი. ხო, სულ რაღაცები მაინტერესებს ახალი რა, რაღაცები მბეზდება ხოლმე, მე რაღაცები ახალი მაინტერესებს და სულ რაღაცა ვცდილობ რომ მოდი ასის გავაკეთოთ, ესეც გავაკეთოთ. თან კარგია, თან ცუდია ეგ რა, იმიტომ რომ რაღაც ფოკუსი მნიშვნელოვანი არის რა და. მაგრამ ამავე დროს რაღაცნაირი მრავალმხრივი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, რომელიც კაია რა, მოსაყოლათაც კაია, გასახსენებლათაც კარგია და. ხო, ალბათ ეგ კი, აი რაღაცა ფინანსებიც მაინტერესებდა და ფინანსებით დავიწყე. მე ბრენდინგი და მარკეტინგი დამაინტერესა ძალიან და მაგაზეც ვიმუშავე და რაღაც ბრენდის გავაკეთეთ. რავი, მე ჯანდაცვაში ამოყავი თავი და იქ customer experience-ში დამაინტერესა და იმაში გადავედი. ეხა ვაფრენ კონტენტის შექმნაზე და პოდკასტებზე და Bubblehead-იც მაგის შედეგი იყო. კი, ჩემი ჰობი რაც არის კითხვა, რაღაცნაირად იმად გადავაქციე რა თან საქმიანობად და ძალიან სიამოვნებს ეგ და ხო, ეს მგონია რომ რაღაცნაირად ვიპოვე აქ ჯერჯერობით ყოველთვის შეგიძლება მაქვს რომ რაღაცნაირი ის ვიპოვე რა. ჩემი საზრისი გამოვნახე რომ ამ რაღაცა შემეცნების გაზიარებად ვიყო დაკავებული და მაგაში გადავდივარ ახლა ბოლომდე. და როდის მიხვდი რომ აი you made it რა, რომ აი რაღაცას მიაღწია. თუ გქონია ეგეთი მომენტი? არა, ეგ არ მაქვს რა, ეგ არ ვიცი რამდენად კარგია თუ ცუდია შეფასება რომ გადავდოთ, მაგრამ ეგ შეგრძნება არ მაქვს you made it, იმიტომ რომ რაღაცა თამასები მაქვს, რომელზეც ჯერ არ მივსულა რა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩემი თამასა არის რა და საერთოდ არ ნიშნავს იმას მივედი თუ არა. კმაყოფილი ვარ, მაგრამ აი you made it არ მქონია, იმიტომ რომ ჩემთვის you made it არის რა, იცი, წინა პოდკასტში ვილაპარაკე რა და ფინანსური დამოუკიდებლობა არის ჩემთვის you made it რა, მე იქ თამასა მაქვს რა. ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ დღეს როგორ მიიჩნევა? ფინანსურად ცუდად არ ვარ, მაგრამ დამოუკიდებელს რასაც მე ვეძახი იმას, რომ შენ თავიდან ბოლომდე შენ გასაზღვრავ, შენ გრაფიკს და აღარ გიწევს ასე ვთქვათ მუშაობა რა. აი ჩემი განმარტება მაქვს ფინანსური დამოუკიდებლობის ეგ არის. არც რამე თანხაში არ არის გამოხატული, კი ყველას რაღაცა ჩვენი ისა გვაქვს ალბათ
დასახარჯი, სასურველი დასახარჯი ფული, მაგრამ მაგ კუთხით არ ვიძახი რა, იქ ფული ეხაც მაქვს რა, ხარჯავ და კმაყოფილი ვარ და მანამდე კიდევ მეტიც მქონდა რა. მაგას არ გულისხმობ რა, გულისხმობ იმას, რომ ან ვიღაცაზე არ მუშაობ, ან არ ხარ მიჯაჭვული შენ კონკრეტულ საქმეზე რა. აი ხო არის მაგალითად ეგა, რომ მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი მენეჯერი ხარ, მაგრამ მენეჯერი ხარ, ანუ საბოლოო ჯამში დადიხარ სამსახურში. და როგორც კი აღარ ივლი სამსახურში, აღარ იქნები მაღალანაზღაურებადი მენეჯერი რა. შეიძლება ფრილანსერი იყო რა, მაგრამ როგორც კი გაჩერდება შენი cash-flow-ც რა. და არის ვარიანტი, რომ არის ხალხი, რომელიც იმიტომ კი არ მუშაობს, რომ cash-flow გაუჩერდება, იმიტომ მუშაობს, რომ რავი, უნდა რომ აკეთოს ეგ ამბავი და აკეთებს რა, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია თქვას, რომ რავი, წავედი ახლა მე რა, რაღაცა სხვა რამე მინდა გავაკეთო და ის რაღაცა თანხა, რომელიც ჭირდება იმისთვის, რომ მისი ცხოვრება დაიკმაყოფილოს, მატერიალური საჭიროებები დაიკმაყოფილოს, თავის ინვესტიციებიდან ან რაღაც აქტივებიდან, ან რა ვიცი, შობლის დატოვებული ფულიდან მნიშვნელობა არ აქვს, რაღაციდან მოზდის რა და ეგ შეგრძნება მინდა ვნახო რა. ჭკვიანი ხალხი იძახის, რომ მაგას ბედნიერებას მაინც ვერ მოგიტანს, მაგრამ მე მაინტერესებს ეგ შეგრძნება როგორია, რომ აი, როგორ გონია ბედნიერება მოაქვს, ზოგადად ფულს ან ფინანსურ დამოუკიდებლობას თუნდაც. რაღაც კუთხით ალბათ მოაქვს, რაღაც დოზით ალბათ მოაქვს. ხო, დამოუკიდებლობა არ ვიცი, თუ მან დაურყოფილ ვარ და ვერ გაგცემ, მაგრამ ჭკვიანი ხალხი და ის ვინც დამოუკიდებელია ფინანსურად იძახის, რომ ბედნიერება და ეგ არაფერ შუაში არ არის საერთოდ რა. და არის შინაგანი თემა და მე რაც ჩემი გამოცდილებით მქონია, არაფერ შუაში არ არის რა, გარე ფაქტორები შენ ბედნიერებასთან. ო, აი განმარტება არის, ხა თან დღეს ვკითხულობდი მაქსიქს მეორედ ნავალ რავიკანტის ალმანახი არის, ეგეთი წიგნი არის, საოცარი წიგნი, აი ხა ბაბლჰედი გარდა პოდკასტისა პატარა გამომცემლობაც გვაქვს და მეორე წიგნი არის, რომელსაც ვთარგმნით და დეკემბერში გამოუშვებ და ნუ კიდევ ერთხელ ვკითხულობდი რა, ნათარგმნს ამოწმებ, ნახულობ რაღაცა და აი ძალიან მომხვდა რა. როგორც კი უბედურების წყარო არის ის, რომ რაღაცა გინდა და არ გაქვს. თუ შენ გონია რომ ეგრე არის, როცა რაღაცა არ გაგონია რომ როცა გექნება, მაშინ გახდები ბედნიერი. ხო, ეგ ადამიანი აზიარებს მაგას და დავეთანხმე, იმიტომ რომ ბევრჯერ მაგ დაჭერილი ჩემი თავი მაგ მომენტში რა, რომ როგორც კი რაღაც ადგილას ხარ და იმ ადგილას სადაც ხარ უკმაყოფილო, ეგ არის უბედურების წყარო და ბედნიერების წყარო, აი რომ აი იქ რო ხარ, აი გვანთ ხარ და შო აღარ გინდა მეტი არც წასვლა რა. ანუ შეიძლება აი რო იძახიან რომ აწყოთი ისიამოვნე და ეს ბუდისტური მთელი ფილოსოფია რაც მოდის რომ აქ და ახლა იყავი და ამითი შეირგე და ისიამოვნე ეგ შეგრძნება არის იდეაში მე რაც ჩემ თავზეც გამომისწია რომ აი მაგ დროს ეგ ახლა რა ხო ახარსა და აღარ გეჩქარებასავით რა მაგრამ ეგეთი მომენტი გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული იმიტომ რომ გარეთ სულ არის რაღაცა რაც მოგინდება მაგრამ შენზე არის დამოკიდებული ეგ მოგინდება თუ არ მოგინდება ანუ შენ შეგაქვს იმის შინაგანი ზალა რომ უბრალოდ აღარ ზდიო არაფერს და იკაც იძახის ნავალ რავიკანტი მაგის მაღაზია არის მაგის წიგნი არ არის ავტორი არ არის მაგრამ მაღაზია და რაღაცნაირად შემეხორა და ამიტომ ხო მგონია რომ ფულს ბედნიერება არ მაქვს ერთ-ერთი მქონდა ხა ბევრი არ მქონია მაგრამ მქონდა ისე რომ ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანისთვის საოცნებო და სანატრელი შემოსავალია მაგრამ ბედნიერება არ მოუტანია და რას მოაქვს ბედნიერება შენი აზრით და რა არის საერთოდ მაგას მგონია რომ მოაქვს რა ანუ რომ შეეშვებ რომ არ მისდე აი რო არ თვლი რომ ის რაც გაქვს საკმარისი არ არის ანუ შენ თავთან თვლი რომ რაც ეხლა გაქვს ამ წუთას ის საკმარისია მაგ დროს ხარ მშვიდად და მგონია რომ მაგას მოაქვს ის შინაგანი სისავსე და ბედნიერება თუმცა თუ ყოველთვის კმაყოფილი ხარ იმით რაც გაქვს мотивация საიდან ჩნდება რომ რაც არ გაქვს იმასაც მიაღწიო და იქამდეც მიხვიდ არ შევდა და მაგიტომაც მე მიყვარს რომ თამასა აწიო რა და მაგ ფასი ხთი უბრალოდ ანუ ეგ არის ფასი შენი მუდმივი განვითარების და ტოლვის და რაღაცის ქონის და რაღაცის დევნის წყურვილის ფასი მგონია რომ ეს წვალება არის რა და ამ წვალებისგან შენ არ ხარ კომფორტულად და რაღაცა არ გძნობ თავს აი მეიდიც არ იძახი რა და მგონია რომ ეგ ფასი არის რა მაგრამ ნუ ცხოვრებაც ხო ეგეთია რა რაღაცას ყოველთვის თმობ რაღაცის სანაცვლოდ რა და შენ თუ გინდა რომ ქრონიკულ მასში იყო რა ქვია რაღაცა ბედნიერებაში ალბათ უბრალოდ დევნას უნდა შეეშვა და ყველაფერი უნდა მიიღო ისე როგორც არის. უნდა იცხოვრო აწმყოში, ხო? აქ და ხო და მანდ ეგ არის მაგას თმობ რომ შენ მე მიზნები და კარიერული მიზნები, ფინანსური მიზნები და რაღაცა ამოცანების ამოხსნის მიზნები აღარ აქვს, არამედ გაქვს დაკბობა იმითი რაც არის. მაგრამ თუმცა მიზნებიც ხო საჭიროა. მიზნები ან თუნდაც გეგმა ალბათ უფრო საჭიროა, ხო? ამ მიზნამდე მისასვლელი. სტრატეგია მე მგონია რომ თავიდან ბოლომდე ჩვენზე ინდივიდებზე არის დამოკიდებული
რა გინდა რა, ანუ თუ შენი მიზანი არის რომ რაღაცა გააკეთო, მაშინ აუცილებლად მიზანი უნდა დაისახო, იმიტომ რომ ესე უბრალოდ მინდათი არ გამოვა რა, მიზანი უნდა დაისახო, ალბათ კაი იქნება თუ გეგმასაც გააკეთებ, ალბათ ტაქტიკა, სტრატეგია, ყოველდღე რაღაცა გაზომავ შენ პროგრესს, კი ბატონო. კი. და მე მიზერაზე უნდა ვილაპარაკო, ვერ ვჩერდები ერთ ადგილზე ვერასდროს რა, ანუ მე ჯერ ძალიან მე მირჩევნია დღეს ეგ ფასი გადავიხადო, რომ ცოტა ვიჯაჟღავო და ცოტა არ ვიყო. არ ვთქვა რომ აი მეიდით, მაგრამ ის გავაკეთო და რომ მივალ მე ან ახალს გავიჩენ, ან რავი ვიტყვი რომ მე ახალი აუცილებლად ჩდება რაღაც ყოველთვის, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვა რომ მეყო რა. არასდროს არ კმაყოფილდები რაღაცას რომ მიაღწევ, მე ყოველთვის მეტი და სხვა გინდა რა. შეიძლება. მაგრამ აი შენ ხო ახსენე რომ არასდროს არ ჩერდებოდი და ბევრგან ვიცულდი ადგილს. ხო არიან ადამიანები, რომლებიც აი არ ვიცი, 20 წელი, 30 წელიწადი ერთ კომპანიაში ან რაღაც ერთ კორპორაციაში ატარებენ თელ თავიანთ კარიერას. რა განსხვავება არის? აი მეც ეგეთი ადამიანი ვარ, რომ არ შემიძლია დიდხანს ერთ ადგილას გაჩერებ. აი ამ ორი ტიპის ადამიანებს შორის რა განსხვავება არის? ჩემი აზრით ადამიანებს შორის განსხვავებაში ხა მე რო არ ვი ექსპერტო არის, მაგრამ ჩემი აზრით რა უბრალოდ რა განაპირობებს ალბათ მაგას. მაგ ეგეთ ვიცი რა შეიძლება რაღაცა ისე ძალიან მოგწონდეს. იმდენად ქსიამოვნებას მაგიკეთება, რომ არც კი გაიაზრო, რომ სხვაგან გაიხედო. შეიძლება არ გქონდეს ეგ ამბიცია, რომ კარიერა აქეთ-იქით აკეთო და უბრალოდ კონკრეტული მიზანი გქონდეს შენ სამსახურს რა და მოდი მე აქ ვიქნები, სტაბილურობას ავარჩევ, გავყვები ამ რაღაც სტაბილურ კარიერულ გზას და აღარ ვიქნები რა ამ დევნაში რაღაც ახალის, იმიტომ რომ ახალში შენ რო გადადიხარ, ყოველთვის რაღაც დონეზე თავიდან იწყებ არის რა, ანუ იდეურად რომ შეხედო, თუ რამე ახალს აკეთებ, ყველა ვარიანტში იმაში ჯერ ახალ ბედახარ. და მაგას თავისი დისკომფორტი მოაქვს და თავისი რისკი მოაქვს, თავისი შიში მოაქვს, თავისი რაღაცა მოაქვს. და როცა ერთი და იგივე ადგილას ხარ და უბრალოდ მიყვები ამ განვითარებას, შენივე ტემპით, როგორი ტემპის გინდა ისეთი მეტნაკლებად უფრო სტაბილურობის და უსაფრთხოების შეგრძნება მოგდის. ალბათ ეს ვამჟელობ ხარ რა მაგაზე არ მიფიქრია ესე. მე მგონია პლუსი მინუსი რაც არის რომ ერთი და იგივე ადგილას გაჩერებაზე და იქ განვითარებაში პლუსი ის არის რომ ექსპერტი ხდები მნიშვნელოვნად ინდუსტრიასაც იცი, კომპანიაც იცი და რაღაცები ძალიან გიადვილდება. აი დაახლოებით იგივე რაც კბილის გამოხეხვა რა, ანუ ერთი და იგივენაირად აკეთებ, ერთი და იგივენაირად იხეხავ კბილს მთელი ცხოვრება, რეალურად რო დააკვირდე. ხო და ალბათ ეგრე არის. რეალურად და იგივე ტაქტიკით იხეხავ. ნოლი ძალის ხმევა ჭირდება რო დააკვირდე მენტალური რა, ანუ კბილის გამოხეხვა შენთვის არის იმდენად ინსტინქტური რაღაცა, რომ არ ფიქრობ იმაზე, რომ ეხა ეს რაღაცა მე ვიწვალე ამაში რა. ახლობთ იგივე არის ერთი იგივე კომპანიაში და ერთი იგივე პროფესიით ყოფნა. რა შენ საბოლოოში ისე დაოსტატდები მე მაგაში, რომ ძალის ხმევა მაგხელა არ იქნება რა და შესაბამისად ეგ პლუსი სავარაუდოდ არის და იქნება რა. მაგრამ ამ ახალის გამოცდას სულ მინუსი ის აქვს, რომ შენ შეიძლება ვერაზოს ვერაფერში ვერ დაოსტატდე ეგრე, რაღაცა კონკრეტული რაღაცა ის ვერ მოიპოვო, მაგრამ მრავალფეროვნება შეზინო შენ გამოცდილებას და ეგ იყოს შენი რაღაც განმასხვავებელი ნიშანი ან რა ქვია მაგას. სრული სიტყვები მახსოვს მაგაში. ნიშა ალბათ. ის არა, აი რაშიც არ ხარ ძლიერი, რაც არის შენი და აი მაგას როგორ უნდა მიაგნო რაში ხარ ძლიერი? ხო, ბევრ დროს ხარჯავთ ხოლმე მაგაში რა და უფრო მეტად ალბათ შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ხო, რომ რაღაც ვეძებთ და არ ვიცით თითქოს რის იკეთება გვინდა, ხან რაღაცას გამოცდით, ხან რაღაცას გავაკეთებთ და მე მგონი პასუხამდეც მივედი, რომ ალბათ ეგ ძიება არის. ალბათ რა, ეგრეა, კი. ეგრე ეძებ რა ახალგაზრდას მაგიტო, ანუ ახალგაზრდობის თელი პლუსი და პეცი და რა ერთ-ერთი მაგარი რამე კარიერულ და პროფესიულ ამბავში ის არის, რომ შენ გაქვს საოცარი ფუფუნება იმისა, რომ უამრავი შეცდომა დაუშვა რა, იმიტომ რომ დასაკარგი რეალურად დასაწყისში არაფერი არ აქვს რა, იმიტომ რომ არც არაფერი გაიგეთებია და რა უნდა დაგარგოთ. ეგ არის ძიების ამბავი რა. პრობლემა ის არის, რომ შენ თუ მე მთელი ცხოვრება ეძიე, უბრალოდ დაიღლები რა, რაღაცა დროს უნდა ჩამოყალიბდე რა. და ეგ როდის დგება? ხო და მე როგორი ეხა ცოტა ხნის წინ წავიკითხე ძალიან კაი წიგნი known ქვია ინგლისურად განთქმულად გადავთარგმნე რა. და იქ წერია რომ წიგნი არის იმაზე რომ როგორ გახდე განთქმული ციფრულ სამყაროში რა. და იქ რამოდენიმე სავარჯიშო შევარი მაგაზე ერთ-ერთი რაც ძალიან მომეწონა არის რომ ერთი რომ შენ ყოველთვის ვიღაცა მოდის და რაღაცაზე რჩევას გეკითხება რა. შენი მეგობრები, შენი კოლეგები, ვისენთაც მუშაობ. და როგორც წესი რჩევების თემაში ყოველთვის კარგები ვართ, ხო? არა, თან რო დააკვირდე,
რაღაცა პატერნს იმპოვი, რაში გეკითხებიან შენ ჭკუას რა. ანუ სხვა ადამიანმა კარგად იცის რაში ხარ შენ ძლიერი და კითხოს აზრი ხო? რაღაც დონეზე. აი ის გეკითხება მაგეებში აას. შენ უბრალოდ შეიძლება არ აქცევ მაგას ყურადღებას რა. მეორე ვარიანტი არის რომ რაღაცას რასაც აკეთებ. აი ხო არის რაღაცას აკეთებ და ანუ აი ისი აკეთებ რა. რა არის რომ აი ზონაში რო შედიხარ, აი შენია. მაგებს გაი რა, რისი კეთების დროს ხარ ყველაზე ცოცხალი, ეგეთი კითხვა არის. და საინტერესო კითხვა არის. რისი კეთების დროს ხარ ყველაზე მეტად ცოცხალი? აი ხა მე და შენ რას ვაკეთებთ? ამ დროს ჩემთვის დრო ხრება რა. მე და შენ ხარ რაღაც საინტერესო დისკუსიაში და საუბარში შევდივართ. რაღაცას ვეძებთ ხა. მე ხა აქ რა მომწონს ხა ამ დროს რას ვაკეთებთ რა. შეგითი შენ ჩემთვის ახალი პიროვნება ხარ არ ვიცი. რაღაცნაირად მელაპარაკები, რაღაც კითხვებს მისვა, რომელიც მე ამ კითხვაზე არ მიფიქრია რა. უკვე ჩემში მომიწია რაღაცნაირად ჩაფიქრება რომ ნეტა აბა აქ ხა რანაირი აზრის ვარ. მე ხალხი გვისმენს რა, მე ეს მომწონს, იმიტომ რომ იქ ვიღაცა შეიძლება რაღაცა ან შთავაგონოთ, ან რაღაცა იდეა გაუჩინოთ, რომელმაც თავის მხრივ მას ცხოვრებაში შეიძლება რაღაცა გარდატეხა მოახდინოს, რაც ძალიან მაგარი შეგრძნება. კი, ზუსტად ეგ არის. მე აი ის ბურძგლავს ხოლმე, როცა ეგრე მემართე, როცა ეგეთი რაღაცას ვაწყდები, რომ აი რაღაც ახალ ცოდნას, თუნდაც რომ ვინმეს რომ მოусმენ, ახალ რაღაცას რო გავიგებ, რაზეც აქამდე არასდროს არ მიფიქრია და ეს ძალიან ის არის რა, ინსპირაციული არის და შემეცნებითი ხასიათის არის, ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო ამბავია. აი მაგიტომაც დავიწყე რა, პოდკასტი რო დავიწყეთ ჩვენ მაგ შეგრძნებას დავეუფლე ყველა ჯერზე რა, რომ მე მგონი ის არის რასაც უნდა ვაკეთებდე რა. მაგის გარდა უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ, ეხლა ცალკე ჩემ რაღაცა საავტორო ლექციას ვაკეთებ და უნივერსიტეტის გარეთ მინდა მე ალბათ გავაკეთო. ანუ ლექსიის კითხვის დროსაც ერთი სიამოვნებაა რა, მაგ დროს დრო არ არის. აი ტელეფონისკენ გახედვა არ მინდება ხოლმე. ეს ის ეგ იმის ნიშანია, რომ ეგ ის არის რაც გინდა რომ აკეთო. მეორე თემაა რომ რაღაცაში ხარ ძლიერი, პროფესია გაქვს. რაღაცას აკეთებდი უბრალოდ დიდი ხანი და მაგაში რაღაც დონეზე დახელოვნებული ხარ რა. შენ თუ ეგ ორი რაღაც ერთმანეთში გააერთიანე, რას სიამოვნებს და რაში ძლიერი ხარ. ეგაა რა, რავი, მეტი არაფერს არ გეუნება ის იაპონური იკიგაი საბოლოო ჯამში. რაში ხარ ძლიერი? რისი გეკეთება სიამოვნებს და მე ყველაფერი როგორ შეიძლება რომ გამოადგეს სამყაროს და ეგ მაგაზე არის საუბარი. და ნუ თავარი ეგ არის ხო, სხვისთვის უნდა აკეთო ეგ ყველაფერი მე რა. ანუ აი სისავსეს სისრულეს და აი მე მგონი აი ხო, აი მეიდით ვერ მოგცემს ვერაფერი თუ სხვას არ გაუზიარე. მაგაში დავწმუნდი რა, ანუ შენთვის არაფერი ღირებული არ არის. რო წარმოიდგინო აბსურდი გამოდის, ანუ რაღაცა ღირებული შექმნი და დაიტოვე შენთვის. ხო, ღირებულებას არ ქმნი. არ ქმნი, ესე იგი არ ქმნი ღირებულებს, რომ არავის არ გაუზიარე ეგ ამბავი რა. ხო, თუმცა პირველ რიგში ჯერ შენ თვითონ შენი თავი თუ ცოდნას არ ეძიე და ცოდნით არ შეივსე საკუთარი თავი, ისე სხვასაც ვერ გაუზიარებ ვერაფერს, ხო? ამიტომ ეგ მგონია ალბათ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომ ფილოსოფოსი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რამდენს კითხულობს თუ მიუხედავად იმისა, რას აკეთებს. მუდმივად ფილოსოფია ხო ცოდნის სიყვარულს ნიშნავს და ცოდნის ძიებაში უნდა იყო მუდმივად. მაგდათ მგონია რომ ეგრე. ამ მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ცხოვრებისეული საზრისია, რაც შეიძლება აირჩიო, რომ მოდი აბა სულ შემეცნებით ვიყოთ დაკავებულები და მე ამ შემეცნების გაზიარებით, ანუ თანაგაზიარებით, იმიტომ რომ მარტო არ ხარ რა. რაღაცას ვაღმოჩენ, მაგას გააზიარე რა. ვა! მიდი რა ვინმეს უთხარი რა. მაგარია ნახე რა. შენთვის რა არის ხოლმე შემეცნების ძირითადი წყარო? კითხვა გიყვარს ვიცი ბიზნეს ლიტერატურას. კითხვა მიყვარს ძალიან, არა მარტო. მე ბიზნეს ლიტერატურას ვლაპარაკობ, თორე კითხვა მიყვარს შეუძლებელი ლიტერატურისაც ძალიან და ერთდროულად შეიძლება რამოდენიმე წიგნს ვკითხულობდე რა. რა სიხშირით კითხულობ ხოლმე? ვცდილობ რომ ყოველდღე წავიკითხო და რაღაცნაირად ის მაქვს. პატარა აპლიკაცია მაქვს, სადაც ყოველდღიური ჩვევების ის მაქვს რა. ტრეკინგს ვაკეთებ ასე ვთქვათ რა, ანუ რა გავაკეთე რა არა და ერთ-ერთი წერია წაიკითხე რა ეხლა. ვცდილობ რომ ყოველდღე წავიკითხო. ჩვევაში უნდა გაიჯინო რა. თუნდაც 3, 4, 5, 6 გვერდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ წაიკითხე. იყო დრო რომ დღეში მინიმუმ ნახევარი საათი 1 საათი გამოყოფილი მქონდა და ვიჯექით და ვკითხულობდი რა და ეგ ის პერიოდი იყო რომ აი რა წელიწადში შეიძლება 30-40 წიგნი წამეკითხა რა. მე ერთი ჩვევა რაც მაქვს არის რომ თუ დავიწყე წიგნი მინდა რომ დავამთავრო ხოლმე რა. არ არის ეგ თლათ პროდუქტიული ჩვევა, თუ არ გაინტერესებს შეგიძლია გადადო რა. არაფერი არ დაშავდება მაგითი თუ არ ჩაგიტრია რა. ხო და რაც მოვაყოლე, ანუ ეგ არის წიგნი არის და კეთება. მიცი რა წიგნით ბევრ ამას გაიგებ, მაგრამ თუ არ გააკეთე ვერ შეიმეცნებ რეალურად რა. თუ არ გააკეთე ვერ შეიმეცნებ და თუ არ ცადე გაკეთება ვერც გაიგებ თან მოგწონს ამ საქმის კეთება, გინდა ამ საქმის კეთება. როგორ არის? გინდა გაგრძელება თუ არ გინდა და ასე. ხო, როგორ არის ის აღარ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ მაგ მომეწონა ეგ. როდესაც შენ იძახი რომ ვიცი მარტო იმიტომ რომ სადღაც რაღაცა წაიკითხე, შეიძლება რაც იცი მაგ დროს არის ის რაღაცა ვინც სხვა მიცის. და რომ გააკეთებ და შენც რომ იმ გამოცდილებას გაივლი, მერე უკვე შენც იცი.
ანუ ცოდნა ველოსიპედის ტარებასავით არის რა, ანუ ვიღაცა რომ მოგიყვეს ველოსიპედი როგორ უნდა ატარო რა და რო თქვა რომ იცი ველოსიპედის ტარება, არა, არის ველოსიპედის ტარება. იცი იმან რაც მოგიყვა შენ იქ იცი. თორე შენ არის ველოსიპედის ტარება. რო გაატარებ მე იცი, მაგრამ შეიძლება დაგეხმაროს ეგ. მაგრამ საბოლოო ჯამში ხო შეუძლებელია, სანამ არ გააკეთებ, მანამდე ვერ სწავლობ რაღაცას რა და. ამიტომ ეგ ორი რაღაცის კომბინაცია არის შემეცნების წყარო და ალბათ მაგიტომაც აქეთ-იქით სიარული და ისიც გავაკეთოთ, მაქედან მოდის რომ ისიც მაინტერესებს. აბა ნედა ბრენდინგი როგორ გეთება, აბა customer experience როგორ გეთება, რაღაცები, აი ფინანსები ხო როგორ გეთება და ეს აქეთ-იქით დადიხარ და რაღაცებს იცი კი შენ ყველაზე მეტად რისი კეთება აქვს შემო თუ მიხვედი მაგამდე რომ აი რაღაცები ამოარჩიე ან რაღაცები ამოირჩიე რისი კეთებაც აი მიხვდი რომ ყველაზე მეტად ქსიამოვნებს თუ უბრალოდ კეთების პროცესი ქსიამოვნებს. არა, გაზიარების პროცესი მსიამოვნებს რა, ანუ მე ძალიან მიყვარს ლაპარაკი, საუბარი, მსჯელობა, გაზიარება და დისკუსია. ამიტომ ეგ არის რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს რა. კაი, მოდი დავუბრუნდეთ ფინანსურ დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ ერთი რაზეც დღეს მინდა ვილაპარაკოთ ეგ არის. ფინანსურ დამოუკიდებლობამდე თქვი რომ იმ გაგებით, რა გაგებითაც შენ ფინანსურ დამოუკიდებლობას აღიქვამ, ამბობ რომ ჯერ არ ხარ, ხო, ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანი. როგორ მიდიხარ და ზოგადად რა, როგორ უნდა მივიდეთ ფინანსურ დამოუკიდებლობამდე ადამიანები. საბოლოო ჯამში არის ერთი რაღაცა რა, ერთი შედეგად ერთი რაღაცა უნდა გქონდეს. ეგ არის რომ შენ შემოსავალი უნდა გქონდეს მაშინაც კი როცა არ მუშაობ, ანუ გძინავს მაგალითად რა. ანუ სხვა შემთხვევაში დამოუკიდებლობის ხარისხი არ აქვს რა, რაღაცაზე დამოკიდებული ხარ განმარტებიდან გამომდინარე. ეგ რაღაცა შეუულია მხოლოდ და მხოლოდ აქტივებს, ანუ აქტივებს გულისხმობ როგორ რაღაცას. იცი, მაგალითად ბიზნესი შეიძლება შენი გქონდეს, მაგრამ შენს გარეშე თუ ბიზნესი ვერ მუშაობს, ჯერ აქტივად ეგ ბიზნესი ქცეული არ არის. ეგ არის უბრალოდ საკუთარ ფლობაში მქონე სამსახური გაქვს. როგორც კი ბიზნესი შენ გარეშე არსებობს, ანუ CEO ყავს და შენ ან ბორჩი ხარ, ან სახში ზიხარ და ალაგ-ალაგ ჩახედავ ერთი ხო, მაგრამ აქამდე მისვლა ცოტა. გავიგე, მაგრამ მე რას ვიზახი, რას ხსნი რომ ანუ იდეური ჩემი განმარტება დამოუკიდებლობის რაც არის რა. შეიძლება კონდეს უძრავი ქონება ფართი და გაქირავებული კონდეს და ავი, სხვები მუშაობენ რეალურად რა და ის ფართიდან იჯარას გიხდიან და შენ, ავი, მართლა ალაგ-ალაგ უნდა მიხვიდე და ნახო რომ ხო ავი, რაღაც. კედელი ხო არ მაქვს? ხარ გავკოტრდით. ავი, რაღაცა, ნუ მე იჯარე ხო ისევ ადგილზე არის რა, ავი, არ ვიცი რატო უნდა მიხვიდე. ეგ თემა არის, ან რაღაც აქციებში გაჩადებული ფული და საერთოდ უცხოური კომპანიების ან დივიდენდებზე, ან აქციის ფასის გაზდით, ან რავი, ობლიგაციებით გაქვს. მნიშვნელობა არ აქვს. რაღაცა ტიპის აქტივი, რომელიც აგენერირებს ფულს, შემოსავალს, რომელიც არ არის დამოკიდებული ეგ შემოსავალი შენს პირად შრომაზე, არის ის, როცა შეგიძლია თქვა, რომ ოკეი, მე დამოკიდებელი. მეორე ასპექტი არის, რამდენი უნდა იყოს ეგ, ანუ შენი მადა რამხელა არის რა. იმიტომ რომ შენ შეიძლება ეგეთი აქტივები გქონდეს, მაგრამ შენი მადა იყოს მეტი. ანუ შენი შემოსავალსა და შენ ხარჯებს შორის თუ ნეგატიური სხვაობა, ან მეც ხარჯავ, ვიდრე შემოსავალი გაქვს, სულ რომ დამოუკიდებლად მოდიოდეს ის ფული. შენ მაგ დამოუკიდებლობაში მაინც ვერ ხარ, იმიტომ რომ არ ყოფნის რა, ელემენტალურად. და წყარო იმისი რომ მაქეთკენ მიხვიდი არის პირიქით რა, ანუ აი როგორი საინტერესო შედარება ის რომ კომპანიას რო ფლობ, მოგება რომ უნდა დაწერო, ყველასთვის ჩვეულებრივი ამბავია რა, ანუ კომპანიას რო უყურებ, ხო, რავი, ხარჯი უნდა იყოს უფრო ნაკლები ვიდრე შემოსავალი. კი. და ხელფასის ან ყოველთვიური შენი პირადი შემოსავლის შემთხვევაში ეგ ეგრე რატო არ უნდა იყოს. ანუ რატო გონია რომ შენ მთელი შენი შემოსავალი უნდა დახარჯო? ანუ იგივეა, მოგებაზე არ ხარ. როდესაც შენ შემოსავალი გააქვს და ან იგივეს ხარჯავ, თლიანად ხარჯავ, რაც შემოგდის, რეალურად გამოდის რომ გააქვს ბიზნესი, რომელიც მოგებას არ ტოვებს. და ფუჭია ეგ, იმიტომ რომ ვერაზოს ვერ დაგროვდება აქტივი მაგ დროს. რა, ანუ ერთ-ერთი გზა რომ შენ ფინანსურად დამოუკიდებელი გახდე, არის რომ შექმნა რამე აქტივი, რომელიც შენს გარეშე ფულს აგენერებს. მაგისთვის ან უნდა გააკეთო ბიზნესი. და მე გამართო სისტემურად ისე რომ შენ წახვიდე და დანიშნო CEO, ან რაღაცა სხვა წყარო შემოსავლიდან რეგულარულად დაზოგო და გადადო თანხა, ის თანხა დაინვესტირო რაიმე ტიპის აქტივში, რომელიც რაღაცა დროს იმ დონემდე მივარო, მე დაფარავს იმ შენ ყოველთვიურ ხარჯებს, რაც გააქვს. სხვა ვარიანტში არ გამოგივა ეგ რა. ხელფასზე ნამდვილად არ გამოგივა. შეუძლებელი ამბავია. ფინანსური დამოუკიდებლობის, ნუ არ ვიცი, ალბათ შეუძლებელი. ამე კარგი კომპანიის CEO თუ ხარ, შეუძლებელი ამბავია. კიდე შესაძლებელია უფრო მეტად ვიდრე შეუძლებელი ამბავია. შეუძლებელი. ხელფასი დამოუკიდებლობა ვერაზოს ვერ იღებ. შენ შეიძლება ხელფასიდან გადადებული თანხით და დაინვესტირებული ფულით და მე მაგ ფულით შექმნილი კაპიტალით მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ ხელფას მარტო იმ შემთხვევაში გიხდიან თუ მიდიხარ. ხელფასი რა და ნახე ხელფას კონტრაქტს რო შეხედო, ხელფასში რა წერია.
შენ ყოველ თვე ან ყოველ კვირა გეკუთვნის ამდენი თანხა და აგერ არის შენი job description. ანუ რეალურად ხელფასი არის ეგეთი რაღაც. მომე შენი დრო, აჰა შენ ფული. ვერ ყველაზე ძვირფასი რაც გაგაჩნია არის შენი დრო. და ცვლი ფულში რომელიც რავი ხვალ ვიღაცა მოვა და დაბეჭდავს რა. მართლა ეგრე ხო, არის. თან აი ფიქსირებული ხელფასი რაც არის. სიგიჟე არის ყველაზე გამომუშავებით რაც არის, კიდე შეიძლება მიახლოებული იყოს შრომის განსაზღვრებასთან, მაგრამ აი ფიქსირებული ხელფასი როცა გაქვს მოჭრილი დაუშვათ რაღაც 1500 ლარი და ამ 1500 ლარში აკეთებ ყველაფერს. თუ ვინა 20000 იყოს, ხო არა აქვს ნიშნა. არ არის კარგი საზომი ალბათ იმის რა. გაწეული შრომის თან დახარჯული როგორ უნდა შეაფასო ეგ რა ღირს მაგალითად ჩემი 1 საათი ან შენი 1 საათი. დახარჯული დროის საზომი არის ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი. მაგიტო ვიძახი რომ დროს ყიდი ფულში. იმიტომ რომ ერთადერთი რაც ზომიც არის რომ რამდენსაც იმუშავებ დროის კუთხით იმდენ ფულს გიხდიან რა. ანუ კვირაში 40 საათი 48 საათი რა მნიშვნელობა არ აქვს 60 საათი თუნდაც გააჩნია რა მნიშვნელობა ფიქსირებულად გიხდიან მაგრამ გამომუშავება არის რომ რაღაცას გააკეთებ და ამას მოგცემ. ამდენს გააკეთებ, ამდენს რა რავი რაღაც. ჩემი ყველა გაყიდული პროდუქტიდან 3% შენია. შესაბამისად ფასეულობის შექმნიდან იღებ შენ ფულს, რა ანუ შენ მაგ შემთხვევაში usazgro შესაძლებლობა გაქვს რა რაც მეც გაყიდი, მიც მეც აიღებ. და შენ თუ მოახერხებ მე ისეთი რაღაცის მოფიქრებას რომ ნაკლებ დროში მეტი გაყიდო, ნაკლებ დროში მეტ ფულს იშოვე. ანუ ეგ უკეთესი ფორმულა იმისთვის რომ უკეთესი გარი ეგ არის სწორი ფორმულა იმისთვის რომ შენ გამდიდრდე რეალურად რა იმიტომ რომ სხვა ვარიანტში არ გამოგივა მაგიტოს ხელფასი უნდა დავაკონკრეტოთ ხელფასი არის რაც ფიქსირებულად გაძლევენ იმიტომ რომ ორშაბათს მიხვედი და პარასკევის ჩათვლით იყავი ეგ არის ხელფასი ბონუსის რაღაცა KPI შეასრულე ახაში კაი ბიჭი ხარ შენი ხელფასის 2/2 არა ეგეც არსად არ მიგიყვანს რა თან გარანტირებულად მიეჩვევი ხელფასის ხარჯვას, ამიტომ ვერსად ეგ ვერ ხელფასი არის ალბათ ერთგვარი ისა რა. ნარკოტიკი, იმიტომ რომ ყოველდღე თვის ბოლოს რაღაც ელოდები, ხელფასი როდის ჩაგერიცხება, დოფამინ ის არის, რაშ. როგორ ქართულად ხა წინა პოდკასტზე დაგვიწერეს სხვათა შორის, რომ ანტრეპრენიორს ნუ იყენებთო. ბარბარიზმი არისო და ანტრეპრენიორია, სწორი ქართულად ანტრეპრენერი, მეწარმე არის ქართულად ჩვენი სიტყვა. ხო, ქართულად მეწარმე არის, კი ბატონო, მაგრამ იმდენად დამკვიდრებულია ბიზნეს ლიტერატურაშიც და სასაუბრო ენაშიც, რომ მაინც და მაინც ნუ დაგუძრახავთ თუ გამოვიყენებთ. ჩვენს ვიღებთ მაგ უკავშირს პოდკასტში, რომ იქ ქართული ტერმინები იხმარეთო და ხანდახან ჭირს, მაგრამ ვცდილობ რა მეც ხარ რაღაცნაირად დავისახე ის, რომ იქნება მაქსიმალურად ბევრი ქართული შესაძყვისი მოვიყენოთ. მეწარმე გამოვიყენოთ ამ მიერით. კაი სიტყვა არა, მეწარმეა. მეწარმეც ხარ. ითვლება რომ არ კი პატარა მეწარმოუკავ ვარ მაგრამ ნუ ხო რას ინდუსტრიაში კომერციული ბაბლჰედი არის შენი ძირითადი ამჯერად ეხა ეგ არის კი და კიდე მაგრამ იქ მეწარმე მე არ ვარ იქ ინვესტორი ვარ პატარა მაგრამ ნუ ამჯერად ბაბლჰედი არის რა მანამდე რავი რაღაცები იყო კიდე ხო ბაბლჰედზეც მინდა რომ ვისაუბროთ მაგრამ მოდი ეს ხელფასების ნაწილი დავასრულოთ ხო და ანუ რას გულისხმობ და მე გადავიდეთ ბაბლჰედს ხო ანუ შენ თუ ფინანსურ დამოუკიდებლობას ეძებ და გინდა რომ იგი რაღაცა ასაკამდე მიხვიდე შეგიძლია დაისახო მიზნად რომ მე ამა და ამ ასაკამდე მინდა რომ რაღაცა ამდენი მქონდეს იმიტომ რომ აი ამ ყოველთვე თუ ესეთი შემოსავალი მექნება მე ვიქნები აღარ მომიწევს ასე ვთქვათ მუშაობა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ შესაძლოა ეგ რომ გააკეთო აუცილებლად ხელფასს თუ აირჩევ და კორპორატიულ გზას თუ აირჩევ ყველა ვარიანტში რაღაცა ოდენობა თანხა და რაც მეტი მით უკეთესი უნდა დაივიწყო რომ გააქვს რა ანუ ჩაგერიცხება თუ არა უნდა მოკიდო ხელი და გადადო და თუ უბრალოდ დადებ ბევრს ვერ მოგიტანს მაგრამ თუ დადებ და დააბანდებ რამეში კარგი არის რა და ეს მე შესაბამისად ინვესტიციებს აკეთებ ხო როგორც ვიცი რა რომელ ინდექსებში თუ კონკრეტულ კომპანიებში გაქვს ინვესტიციები პატარა ნაწილი მაქვს კონკრეტულ რაღაცა კომპანიებში და უფრო დიდი ნაწილი მაქვს ინდექსში S&P 500-ში რა რომელიც არის ყველაზე სტაბილური 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის ტექნოლოგიური თუ სწორად მახსოვს არა S&P 500 ყველა არის ტექნოლოგიური NASDAQ-ი არის ხო რა საშუალოდ აქვს ისტორიას რო გადახედო ბოლო 25-30 მოკლედ ბოლო წლებს რო გადახედო რამოდენიმე ათწლეულს საშუალოდ 8-დან 10%-მდე გაქვს უკუგება რა და კარგი უკუგება არის 8-დან 10%-მდე და ეს არის რა ანუ და ხო ნუ ამერიკის ეკონომიკა არის რა ჯერჯერობით ისტორია აჩვენებს რომ წაგებული არ ხარ სადაც გადავაწყდი სტატისტიკას გამოვიყენეთ კიდევაც მე ჩვენ ერთ-ერთი პოდკასტში 15 წლიან მას თუ აიღებ
დროს რა 15 წლის განმავლობაში ამ თქვა ეხა ჩავდე 2025-ში და 15 წლის მერე მაინტერესებს რა მოუვა ამ ჩემ ინვესტიციას ალბათობა იმისა რომ საფონდო ბირჟაზე ინვესტირებული თანხაში მოგებაში დარჩე არის რაღაც 95-98%. თუ 15 წლის მერე არ დაიმკვიდრა მაინც და მაინც 2008 წლის მსგავსი ფინანსური კრიზისი. ანუ მე იქ ხო როგორ არის ასაშუალოებ რა, ანუ შენ თუ მაინც და მაინც ზუსტად 2028 დაგეკითხა, მაგრამ მაგ შემთხვევაში მოგებული იყავი რა, რომ 15 წლით ადრე კიდე უფრო დაბლა იყო ინდექსი. მაგითო ვიძახი რა, ანუ 15 წელი დიდი მასშტაბია, ეგრე არ უყურებთ ხოლმე რა. შენ რო ეხა გადახედო და გადაახვიო უკან 15 წლის წინ რა ხდებოდა S&P 500-ში, საოცარის და არის რა. საოცარის და არის. მაგითო ვიძახი რომ ანუ იქ ვადაში თუ გაწელავ ინვესტიციას და აუცილებლად ვადაში უნდა გაწელავ, იმიტომ სხვა შემთხვევაში ესე ცვალებადია ეს ფასი რა. მრუდი ესეთი ხდება. ანუ ყოველდღიურად შეიძლება ესეთია მრუდი, მაგრამ გძელ ვადას რო შეხედავ, მრუდი მაინც ზევით არის რა. და ეს ზევით არის საშუალო 8-დან 10%-მდე რა. და კაი არა და ანუ რავი შენ ბევრს არ ფიქრობ რა. დეოს და არის რა და უბრალოდ ყოველთვე შეგაქ რა. თუ იქ რთული პროცენტი მუშაობს მე რა, ანუ როგორ აქვს გულისხმობ იცი რომ მაგალითად თუ 2025 წელს საფონდო ბირჟა გაიზარდა 8%-ით და 2026-ში 8, ნიშნავს რომ $100 თუ ჩავდე 2025-ის დასაწყისში, $108 კი მექნება 2025-ის ბოლოს, მაგრამ 2026-ის ბოლოს $108 დაერიცხება ის 8% რეალურად რა. და ეგ მე რთული პროცენტი თუ ნახავთ და თუ შეგხვედრიათ როგორ მუშაობს, მრუდი არის ესეთი რა, თავიდან თითქოს ნელა იზრდება, მაგრამ მე ადის თითქმის ვერტიკალური ტრაექტორიით და ამიტომ ეგაა რა, რავი, გზელი ვადა და აუცილებლად ინვესტიციები რომ რაღაცა ასაკში შეგეძლოს რომ რაღაცა კონდეს რა. კონდეს რაღაც დაგროვილი, ხო? მთელი ცხოვრება ხორი მუშაობ. რამდენიმე დღის წინ უყურებდი ერთ-ერთ ეპიზოდს იმის შესახებ თუ როგორ მდიდრდებიან ქართველები. საინტერესო ეპიზოდია სხვათა შორის. ძირითადად ჩამოთვლილი იყო აქ არალეგალური გზები გამდიდრების. მე იცი რა მაინტერესებს, არ მინდა რომ თან დავამძიმო ჩვენი საუბარი. კიდევ პროდიუსერი დარწმუნებული ვარ, ახლა ჩვენი ფიქრობს რომ ახი არ დავამძიმო. მაგრამ ქართველები რატო ვერ მდიდრდებით? თუ არ გონია ეგრე რომ ვერ მდიდრდებით და მდიდრდებით? უფრო ნელა ვიდრე შეგვიძლია, ბევრად უფრო ნელა ვიდრე შეგვიძლია და მგონია რომ ეხლა მე რაღაცებს რასაც გელაპარაკები, ეს ძალიან ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე რა. ის რომ ინვესტიციები უნდა აკეთო, 1 წლის წინ აღმოვაჩინე რა, ესე თან მტკივნეულად რა. ის რომ მარტო შემოსავალზე ფიქრი არ გიშველის თუ ხარჯებს არ დააკვირდი და თუ მოგება არ დატოვე და ის მოგება არ დაინვესტირე, ეგ ცოტა ხნის წინ გავიაზრე. ასევე თვითონ ბევრი სხვადასხვა მეთოდი იმისა თუ როგორ შეიძლება რომ კარგი შეთავაზება აკეთო, ეგ არის სწავლება რა, ანუ სისტემა კულტურიდან დაწყებული, განათლების სისტემით დამთავრებული არ არის მოწყობილი იმისთვის, რომ შენ გამდიდრდე. არის მოწყობილი. ფინანსური აზროვნება არ არის განვითარებული საქართველოში. შენ მთელი სისტემა არის მოწყობილი იმისთვის, რომ შენ იყო კარგი თანამშრომელი. მთლიანად. სკოლიდან დაწყებული, უნივერსიტეტიდან დამთავრებული, ერთადერთი მთავარი მიზანი არის, რომ შენ იყო კარგი თანამშრომელი. მეტი არაფერი. სახში რა არ ვიცი შენ როგორ იზრდებოდი, მაგრამ ჩემი ბავშვობაში რაც მესმოდა მშობლებისგან იყო ის, რომ ისწავლე და სამსახური იშოვე. მამაჩემს უყურებდი კარიერისტი იყო, ანუ მუშაობდა. არ მქონდა საერთოდ მაგალითი იმისა, რომ რავი, რამე გააკეთე შექმენი, მეწარმე იყავი, ფლობდე რაღაცას იყიდე, გაყიდე. იყიდე გაყიდეს ვაჭრებს ეძახდნენ ჩემ ბავშვობაში და. ხო, ეგ იყო. ვაჭარი კარგ სიტყვად ჩემ ბავშვობაში არ ითვლებოდა. არც ეხლა ვაჭარი ხო არა ხარ, ეხაც გეუნებია. ხო, ვაჭარს რაღაც ის აქვს ნეგატიური ის აქვს კონოტაცია. ხო, რავი, ვაჭარი ვარ, კი, იყიდე. ვაჭრობა საერთოდ არ არის, ხო? ანუ პატიოსანი ვაჭრობა არ არის რა, ცუდი რატო არის? პატიოსნო ვაჭრობას ვაჭრობა არ ქვია, მაგაში რა მოტყუება ქვია. თავ სიტყვები გვაქვს, ანუ არა პატიოსანი ქცევის, ყველა ქცევის შესაბამისი სიტყვა გვაქვს. ანუ მატყუ არა, აფერისტი მაგას არ გულისხმობ, რომ ვაჭარი, ანუ ვაჭრობა, ანუ იყიდე, გაყიდე. მაგას რა ჯობია, რავი, მე რაღაც ფასეული შევქმენი, შენი ფასეულობა გჭირდება, მოვედი, მოკიდე და შენი ფასეულობა გამიცვალე, მე ის ფული ჰარიდან ხوار ჩამოვიდა რა, ანუ შენ ეთყობა რაღაცა ფასეულობა სხვა შექმენი, რომელშიც ვიღაცა მოგცა ფული, მე რაღაცა ფასეულობა შევქმენი, რომელიც შენ გინდა. და გავცვალეთ რა ერთმანეთში. უბრალოდ ეხლა ფული მოვიფიქრეთ რა და ბარტერით აღარა ვართ აკავებული, თორემ რაღაცა თემა არის, ანუ მე რო სკამი გავაკეთო და შენ რო მიკროფონი გააკეთო და უიმე მე მიკროფონი მინდა, უიმე შენ სკამი გინდა, მოდი გავცვალოთ. მაგას რა ჯუბია, ორივე ყვაყოფილები ვართ. მაგას ვაჭრობა გამოდის. ვაჭრობა მეტი რა არის, ხო რა არის. ან ვაჭრობას თუ იმას ლაპარაკობ, იცი რა 20 თეთრი დამიკელი 40 ეგ ხო, თუნდაც რა ვიცი, ცოტა ზვირია ხო არ დააკლებ რა. მოლაპარაკება რო დაუძახო, ვაჭრო ცუდად აღარ გიშგერს უკვე და
ეგეც შენ მიზეზი რა, რატომაც დიდდებით ნელა, იმიტომ რომ სამსახურს ეძებს რა. სწრაფად როგორ გამდიდრდეთ? შევქმნათ შედარებით სწრაფად. ფასეულობა შევქმნათ. ანუ ვიპოვოთ საჭიროება, რაც აქვთ ადამიანებს. ვიპოვოთ გზა, როგორ დავაკმაყოფილოთ ეგ საჭიროება და რაც შეიძლება მეტ ადამიანზე გავიდეთ რა. ეგ არის ბიზნესის ანაბანა, ხო, მაგრამ ხო, და ეგ რეალურად ხო აი ამ საჭიროების აღმოჩენა ან თუნდაც რაღაც არსებული პრობლემის აღმოჩენა ხო, ეგეთი მარტივი არ არის რა. დაკვირვებულობა ჭირდება რა. ანუ შენ თუ ცნობიერად დაიწყებ დაკვირვებას. აი, ვაკვირდებით ხო ხერთ, აი დავიწყეთ აქ დაკვირვება. აუცილებლად ვიპოვით რაღაცას, რაც ან გიორგის ჭირდება, ან შენ გჭირდება, ან მე ეხლა აქ ყოფნაში. აუცილებლად რაღაცას. შენ რა გჭირდება? ეხლა ამცუცად კარგად ვარ. ამცუცად არაფერი. ანუ ბიზნეს იდეა სულ მოვიფიქრეთ. მოდი რამე ბიზნეს იდეა მოვიფიქროთ, რომელიც გაამართლებს და დავიწყოთ მაგის საკითხი. ნუ რავი, მაგალითად ძალიან მაგარი საჭიროება არის ამწუთას ეხლა სოციალური ქსელები ძალიან აქტიურად არის და ბევრი ბიზნესი იწყებს და ბევრს გზამკვლევი ჭირდება რა, როგორ შეიძლება რომ აქ ფეხი მოიკიდო და მეც და შენც ეხლა წვალობთ რეალურად ხო, შეცდომებს უშვებთ, მე იმაზე ვსწავლობთ რა და შენ მაგალითად შეგიძლია რომ ეგ შეცდომები ჩამოწერო, რა დაუშვი, რეალურად როგორ უნდა გაეკეთებინა, გააკეთო პატარა რაღაცა გზამკვლევი ან პატარა კურსი და გაიდო რა, იმიტომ რომ რავი, სხვას უნდა რა. იქ ვიღაცა გვიყურებს და უნდა ეხა ის რა შენაკეთებ რა. შენ თუ ამაში ფული შევნა დაიწყე და ისწავლე როგორ უნდა, სხვას თუ გაუზიარებ, ეგეც შენი პროდუქტი, ეგეც შენი ბიზნესი. კიდე ხა გეუნები რა. მაგარ ამას რო აღმოაჩენ. როგორც კი გააზიარებ, ეგ არის ბიზნესი. მეტი არ ჩაიწერო თან, როცა კარგ რაღაცას აღმოაჩენ. ბიზნესი არის მაგარი რაღაცის გაზიარება. სხვა მაგარი რაღაცის სანაცვლოდ. ის მაგარი რაღაცები არის, აი, მოკლედ, პირველ რიგში ფული არ უნდა ვერ გამდიდრები თუ გონია რომ დიდრობა კარგი არ არის ან არაპატიოსანი რამე არის მდიდრობა ან თუ გონია რომ სიმდიდრე მარტო არაპატიოსანი შრომით ხდება მაშინ ვერასდროს ვერ გამდიდრები. პირველ რიგში უნდა გინდოდეს რომ იყო მდიდარი და უნდა თვლიდე რომ ეგ არ არის ცუდი. ეგ მნიშვნელოვანია. მერე ფული ცუდი რაღაც არ არის რა, ანუ ფული არის მოვიფიქრეთ ჩვენ ადამიანებმა, ფიქცია რეალურად არაფერი თანდაყოლილი ფასეულობა ფულს რეალურად არ გააჩნია. ფული ჩვენ მოვიფიქრეთ იმისათვის რომ ბარტერ შევშვებოდით რა, ბარტერი რა არის? მე თუ სიტყვაზე ვიზახი ვარ დალაქი და ვჭრით მას და შენ ხარ პურის მსხობელი და აცხობ პურს, მე მჭირდება პური და შენ მჭირდება თმის შეჭრა. შესაბამისად შენ მოხვალ ჩემთან და იტყვი მოდი მე თმა შემჭირდა მე შენ პურს მოგცემ. მაგას მე რაღაცა ვალუტა კურსი უნდა მოვიფიქროთ რა. ერთი პური არის, ერთი თმის შეჭრა, ორი პურია თუ გააჩნია, ხო? ეს სირთულეები რო არ ყოფილიყო, ეგ არის ფული მაგას ანაცვლებს რა. ანუ დეტალებამდე რო ჩახვიდე კიდვა გაყიდვა რას ნიშნავს არის რომ შენ რაღაცა ფასეულობა რაც შენ შექმენი ის გაცვალე იმ ფასეულობაში რაც ხვებმა შექმნეს რა მეტი აი არაფერი არა და ცუდი მაგაში არაფერი არა მეტი სხვა რა უნდა ვაკეთოთ რისთვის ვართ მე შენ დაგეხმარები შენ მე დამეხმარე რა ხო მაგრამ ხშირად ვართ აი ამ ხელფასის თანამშრომლად ყოფნის მახეში გამოლინდა. ყველა სხვა ალბათ არც შეუძლია. თანამშრომლების ხო საჭიროა რეალურად. ყველა სხვა არ შეუძლია რომ საკუთარი ბიზნესი დაიწყოს და ყველამ ჩვენი ბიზნესი ვაკეთოთ. კი, მაგრამ ყველას შეგვიძლია აბსოლუტურად რომ იქ ყველაფერი ცოტა უფრო ჭკვიანად და ცნობიერად ვაკეთოთ. აქ ლაპარაკი არის რაზე რა, ხე? პირველ რიგში შეიძლება არ გინდოდეს საერთოდ ეგ. ანუ კმაყოფილი იყო იმ შენი სამსახურით როგორც ხარ და იმ შენი რაღაცა საპენსიო ფონდის დანაზოგით და ოკეი იყო მაგაზე. პრობლემა არ არის, მაგას ლაპარაკი არის. დაშვებას აქ ვაკეთებთ, რომ თუ გვინდა რომ ჩვენ რაიმე სიმდიდრე შევქმნათ და დოვლათი შევქმნათ. მაგაზე ვლაპარაკობთ რა. თუ გვინდა რომ ეგ შევქმნათ, მაშინ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ხელფასის მიღმა, რაც მეტი ადამიანი ისწავლის თავისი მომსახურების არა ხელფა დროში გაყიდვაზე, არამედ შედეგზე. ნახე, ნებისმიერ საქმეს აქვს თავისი შედეგი, რომელიც უნდა დამქირავებელს რა, ნებისმიერს. აი რაც არ უნდა აიღო. ყველა ვარიანტი რაღაც. დიასახლისობა რო არის და ოფისის დალაგება რო არის, იქაც შედეგი არის რა, სისუფთავე არის. შესაბამისად, შეიძლება ეგ ფასი შენ შექმნა რომ მე თვეში ამდენი მომეცი და შეგიძლია შექმნა თვეში არა. შეგიძლია შექმნა შედეგში. ამ ოთახის აი ესეთ დონეზე დასუფთავებაში ამდენი გადამიხარ. და მე შენ თუ გზას მოიფიქრებ, რომ ეგ უფრო სწრაფად გააკეთო, შენ უბრალოდ შემოსავალი გაიზდი. ანუ ამოცანა მაგაზე ვლაპარაკობ რა დროში და ხელფასის პრობლემა ის კი არ არის რომ
როგორ არა კაც კომპანიაში უნდა იმუშაო, რა უნდა ქნა, ანუ კომპანია როგორ უნდა შეგნა თუ თანამშრომელი გიყოლება. სხვა რამეზე აქ ლაპარაკი, შენ თუ გინდა შენი ფასეულობის მაქსიმიზაცია, მაშინ უნდა შეეცადო რაც შეიძლება მეტად შედეგი გაყიდო და არა დრო. ანუ შენი საქმის მიერ შექმნილი შედეგი იყოს ის, რასაც ყიდი და არა დახარჯული დრო, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში შენ მერე გრჩება საშუალება, რომ იფიქრო იმაზე თუ როგორ შეიძლება ეგ შედეგი უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად დავდო. ეგ ძალიან სასარგებლო რჩევა არის სხვათა შორის რა, იმიტომ რომ როცა შედეგს ყიდი, უკვე შეგიძლია შედეგი თან ვიღაცას აჩვენო და ამ შედეგზე შეგიძლია შენ თვითონ დააწესო ფასი და თუნდაც აწიო გაზარდო ფასი და როცა დროს ყიდი, დროში უკვე ეს თავისთავად მოიაზრებს რა. ეგ შედეგის უკვე ის აღარ დგას რა. ვალდებულება თუ არ ვიცი რა ვქი. ვიცი, ვალდებულება შეიძლება დგას როგორ იცი, რომ თუ დიდი ხანი შედეგი ვერ დადი გააგდებ სამსახურიდან და იმ ხელფასას დაკარგავ, მაგრამ აქ სხვა რამეზე ლაპარაკი. არ ჯილდოვდება ის, ვინც უფრო მაგარ შედეგს დებს. ანუ მაგას გულისხმობ. ეგ არის თემა რა, ანუ საბოლოო ჯამში ეგ არის პრობლემა ხელფასის ის კი არა, რომ ხელფასი თავისთავად ცუდი არის. უბრალოდ თემაა, რომ თუ შენ მარტო ხელფასისთვის მუშაობ, მართლა პრობლემა არის. მე შეიძლება ხელფასისთვის მუშაობდი, მე შეიძლება მუშაობდი, იმიტომ რომ კონკრეტულ რაღაცას ცოდნას ვიღებ იქ. ნებისმიერ ადამიანს ეხლა ხით მაგალითი რა. თქვათ, შენ რომელიმე კომპანიაში მუშაობ რავი რა ვიღოთ, აი ისეთი მაგალითი მინდა რომ მოვიყვანო, რომ თითქოს ვერაფერი ვერ შეგიძლია რომ ისწავლო მაქედან, აი რავი. მოლარეთ, არ ვიცი, სალაროში, მოლარეთ, პირობითად ვიზახი, ან არ ვიცი. დიასახლისად და აალაგებ. მანდაც კი შენ გაქვს საშუალება რომ დააკვირდე. რა როგორ მუშაობს? ოფისი როგორ იხსნება? დაცვა როგორ მოდის? სიგნალიზაციაზე რა შვება? ესენი როგორ დადიან? რა საკეთებენ? პროცესი რანაირად აწყობილი ამ რაღაცნაირ დაწესებულებაში, რომელიც აშკარად ფულს შეულობს, ვიდრე რომ მეც მიხდის. მე თვითონ რას ვაკეთებ? რა ჭირდება ამ საქმეს, რა? დაკვირვებულობა მაგას გულს. შენ თუ დააკვირდები, გამონახავ ბოლოს, თურმე აი ამ შედეგში მიხდიან მე ფულს. და მე თუ დროს დახარჯავ და იშრომებ იმაში, რომ ისწავლო ეს შედეგი ყველაზე ეფექტურად როგორ დადო, შენ შეიძლება მაგ საქმის ბიზნეს ფლობელი გახდე, იმიტომ რომ ყველა სერვისის აუთსორსი არსებობს. ანუ დასუფთავების სამსახურის აუთსორსი არის, IT-ის აუთსორსი არის. რავი, ფულის თulis აუთსორსიც იქნება და ეხლა რომ დავსერჩოთ ვიღაცა იქნება, რომელიც დაგითulis ფულს რაღაც ეგეთ. ეგ რას ნიშნავს, რომ იმათმა ბიზნესად აქციეს საქმე, რომელშიც კომპანიები ფულს იხდიან ყოველთვიურად, რა. ხო მიხვდის აითქენ მიმყავს საუბარი. კი. ამიტომ საბოლოო ჯამში მაგაზე ვსაუბრობ, მე რომ ხელფასით ვერ გამდიდრები, იმიტომ ვიძახი, რომ დრო შენ ფიქსირებული გაქვს. რა სიზავ? 24 საათი იმუშავე? ვერაფერს ვერ ისე. აი დავანებოთ. მაგაზია ლაპარაკი. ხო 24 საათი ხო ვერ იმუშავებ. მაგრამ შენ შეგილია შედეგი უსასრულო ოდენობით დადო. იმიტომ რომ ჩვენ ტექნოლოგიები გონება გვიჭრის, კრეატიულობა გვაქვს, ტექნოლოგიები, ხელსაწყოების გამოგონება ვისაუბრებთ. ანუ მაგარი მაგალითი რა, არ შემიძლია რომ არ მოვპარო გიორგი გოგეშვილს ეგ მაგალითი რა. მორბენალი. ანუ რო წარმოიდგინე რომ ამოცანა არის 10 კილომეტრის გავლა. მანქანიანი ხო გაჯობებს ყველა ჯერზე. და ანუ რო წარმოიდგინე რომ თუ ის არ ხარ აქვე Usain Bolt. მაინც ვერ მანქანა ჯობნის. რაც არ უნდა Usain Bolt-ი იყო, შანსი არ აქვს. ველოსიპედის კი ჯობნის. ველოსიპედის კი ჯობნის და ანუ ვერ. თუმცა ხო არის ხოლმე იმას რო აკეთებენ, შეჯიბრებს ხო აკეთებენ სპორტსმენები რომ. ეგეც ალბათ მარკეტინგული რაღაც სავარაუდოდ არ ვიცი. და რას გულისხმობ რომ თუ ვიღაცა გიხდის ფულს ყოველთვე, თქვა თვეში გიხდიან რაღაც. უბრალოდ 10 კილომეტრის გარბენაში გიხდიან 1000 ლარს. თქვა, ეგ არის კონტრაქტი. შენი ამოცანა არის როგორ უფრო ჩქარა დაფარო 1000 კილომეტრი. შენ შეგიძლია ბოტასები იყიდო, შეგიძლია მანქანა იყიდო. და გამოვარო 10 კილომეტრს დაფარავ რა ვიცი მე რამდენ ხანში. 10 წუთში. და ეგ შენი 10 წუთში 1000 ლარი რა და ვიღაცა თუ სირბილს გადაწყვიტავს, მოუნდება რა ვიცი საათ ნახევარი სირბილს ან 1 საათი გააშჭია როგორ დარბის. უნდა დახარჯოს 1 საათი, უნდა გაიხვირცხლოს, დაიღალოს და აიღოს ისევ 1000 ლარი. ეგ არის და ეგ. მაგას ვლაპარაკ. ამიტომ შენ შეგიძლია 10 კილომეტრის დაფარვაში მილიონერი გახდე, იმიტომ რომ მოკლე დროში ბევრი 10 კილომეტრი შეგიძლია დაფარო. ეგ არის თემა, მეტი საბოლოო ჯამში არაფერი. ეგ არის მთელი ფილოსოფია. მთელი ფილოსოფია გამდიდრების ეგ არის. არა ხიმანდრობა, არა აფერისობა, არა მოთხოვება, რომ გულწრფელი ალალი, მაგრამ ჭკვიანური რაღაცების კეთება, ტექნოლოგიების და ბერკეტების გამოყენება, იმისი რომ ფასეულობა რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით, ნაკლები დროით და მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადო რა.
აი ბოტასები ახსენე წეგანდა. როგორც ვიცი, შენი ერთ-ერთი პირველი გამოცდილება კარიერული იყო ტანსაცმლის ბრენდთან მუშაობა, ხო, როგორც ვიცი. ერთ-ერთი ინვესტორი. და მე, იყავი Cross-tis ასევე თანადამფუძნებელიც, ხო? აი მე მაგალითად დიდი ხანია მინდა ტანსაცმლის ბრენდის გაკეთება. ხო. და ესეთი რაღაც მინდა გკითხო. და ეს უშუალოდ ტანსაცმლის ბრენდს არ ეხება, იმიტომ რომ ზოგადად ბრენდის შექმნაზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ მგონია რომ უნივერსალური შეიძლება იყოს ეს, მიუხედავად იმისა, ტანსაცმლის ბრენდს აკეთებ თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ბრენდს აკეთებ. აი ეს იდეა დიდი ხანია მაგალითად მარტო ჩემი სახელით რო არ თქვა, მარტო ჩემ თავზე რო არ ველაპარაკო, აი ბევრი არის ხო ეგეთი ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია რაღაც იდეა უტრიალებს თავში, ხო? როგორ უნდა გადავდგათ, აი პირველი ნაბიჯი რა, როგორ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ აი მოდი დავიწყებ რა და რამ უნდა მიგვიყვანოს მაგამდე და როგორ უნდა რატო არ იწყებ? არ ვიცი ხო, აი რატო. რაღაცას ალბათ ველოდები, რომ დავიწყო თუ არ ვიცი. ხო, არ მოვა ეგ არასდროს. და როგორ უნდა მოიყვანო, ეგ არ უნდა დაიწყო. საიდან უნდა დაიწყო? აი დავუშვათ ტანსაცმლის ბრენდზე ვლაპარაკ. რა უნდა გავაკეთო? აი დღესვე რო გავალაკეთ და რო გავაკეთო. აი, კითხვა რა გაქვს, ანუ რატო ვიძახი, იცი რომ რა ბრენდი არის, რა ტანსაცმელი არის, რატო აკეთებ, ისთვის აკეთებ. პირველი კითხვა დასვი ვინ რა გინდა ვაფშე, რატო შვები მაგას, ისთვის შვები. კაი წიგნი არის ბრენდინგზე, სხვა შორის შოთა ჩინჩალაძის ჩამოყალიბდის. მართლა და ზუსტად მაგ სეგმენტზე არის გათვლილი, ვისაც რამის წამოწყება უნდა, რამე ბიზნესი აქვს პატარა და მოკლედ ბრენდის ძალიან კაი გზამკვლევი არის, მაგრამ ნუ პირველი კითხვა ეგ არის, ისთვის რატო აკეთებ. რა ღირებულებას ქმნი, ხო? ისე უბრალოდ ნახე რას გულისხმობ. ტანსაცმელს აქვს ორი ფუნქცია რა, ფუნქცია, ანუ იმიტომ რომ მინდა რომ ეცვას და თვით გამოხატვა. და მე სხვადასხვა ფუნქციები აქვს, სარბენი, რაღაც უბრალოდ სამსახურში შესაძლებელი შარვალი, ხომ მიხვდი რას გულისხმობ და მე აქვს თვით გამოხატვა რა. ბრენდი არის თვით გამოხატვა რეალურად, იმიტომ რომ შენ ტანსაცმელი უბრალოდ რო შექმნა, დაიკარგები უამრავ ტანსაცმელში რაც არის. და აგიტო ეგ მაგაზე ჩამოყალიბდი რა, ვინ რა, როგორ ისთვის. მაგაზე ჩამოყალიბებული ვარ. დაიწყე მე რა, პროდუქტი მაინც გააკეთე. უნდა გააკეთო რა რაღაცა უკვე. ან ჩამოაყალიბე ეგ კარგად, ანუ აი კარგად ჩამოაყალიბე. მაგრამ მე გირჩევდი რომ უბრალოდ დაიწყო რა, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში რაღაც შეცდომას დაუშვებ. და რაც უფრო მალე დაიწყებ და რაც უფრო პატარა მასშტაბით დაიწყებ, რომ აიტანო ეგ შეცდომა, მით უფრო მალე ისწავლი რა უნდა გააკეთო, რომ ვერ გათვლი ყველაფერს, შეუძლებელია რომ გათვალო რა. მაგრამ დაიწყე. პროტოტიპი მაინც გააკეთე. რავი, მეგობრებისთვის მაინც შეკერე რაღაცა და ჩააცვი. მიხვდი რას ვიძახი, მაგრამ დაიწყე. არ მოვა ეგ დრო თავისით არასოდეს უბრალოდ რა. აი ეგ და დაიწყე. ბაფედამდე მივიდეთ მაშინ. ბაფედის ისტორია მე როგორც ვიცი დაიწყო წიგნის თარგმნით, ხო? კი. რატო გადაწყვიტე წიგნის თარგმნა? ისტორია დაიწყო ესე რა, მე მაშინ სოკარში ვიყავი CEO, ჩემი ძმა იმედიელში იყო CEO, ერთმანეთს უწიგნებს უზიარებთ ხოლმე რა, აუ ეს მაგარია წაიკითხე, ეს მაგარია წაიკითხე და გამიზიარა წიგნი ბიზნესის გული, წაიკითხე, მაგრამ მოგეწონება წესითო. წავიკითხე აღფრთოვანდი. და რაღაც საუბარში, აუ ხო არ თარგმნოთ ერთი რა, ძალიან მაგარი წიგნია, ძალიან ბევრად მე ეს დაეხმარა, იმიტომ რომ ჩვენ დაგვეხმარა იმ კუთხით, რომ მოკლედ პატარა საზრისის კრიზისი ჰქონდა რა, ორივე ვიყავით CEO-ები, თითქოს დავიმეიდით, მაგრამ რაღაცნაირად დაკარგულები ვიყავით, რა purpose-ი, არსი, საზრისი რატორისთვის. რა, მე უიმე თურმე ამაოს ბედნიერება არ მოაქვს რა. მაგამ ბავში და ეგ ძალიან კაი წიგნი არის იმისთვის, რომ საზრისი ნახო საქმეში რა და მათ შორის თუ ლიდერები ხართ და თუ რაღაცა გუნდი გაბარიათ და თუ რაღაცა თემა არის, ძალიან კაი წიგნი არის იმისთვის, რომ თანამშრომლების ჩართულობა და თანამშრომლების мотивация და საზრისზე როგორ უნდა რანაირად მიფიქრო რა და მოდი თარგმნოთ რა და დავიწყეთ მოკლევა რაღაც შეიძლება გამომცემლობასაც მივედით იქითაც აქეთაც და ნუ ბოლოს გადავწყვიტეთ რომ მოდი რა უნდა რავი იქ რა თარჯიმანი და თარგმნოთ ფლათ რა უნდა არ იყოს საკმაოდ რთული პროცესი არის არც თუ ისე ადვილი და ნუ გადავთარგმნეთ რა იმიტომ რომ მოგვეწონა უბრალოდ გვინდოდა რომ ეს ჩვენი რაღაცა აი აღმოვაჩინეთ რაღაცა და გვინდოდა რომ გაგვეზიარებინა და ქართულად მოდი რა შეიძლება მეტ ადამიანისთვის გაგვეზიარებინა ეგ იყო არს ამ პროცესით ისე ვისიამოვნეთ თვითონ რომ მე რომ თარგმნეთ ეს წიგნი დავარქვით Bubblehead რა ამ გამომცემლობას Bubblehead დავარქვით იმიტომ რომ მე და ჩემი ძმა და ჩვენი ოჯახი ერთმანეთს თავგასიებულებად მოიხსენიებთ რა და ეს თავგასიებული დარქმევა ეხა არ გვინდოდა იმიტომ რომ რაღაც მაინც ისე არ წაიღოსკო და ინგლისურ შესატყვისზე რომ დავიწყე ფიქრი შინაარსობრივად ახლობთ ერთი-ეგივე რაღაცას ნიშნავს. ცოტა სულელი თავცარიელი ადამიანი არის Bubblehead რა და თავგასიებულსაც ხო მაგ კონოტაციით ვიყენებთ რა ცოტა სულელს რა. და ეხლა ნახე შემეცნება რომ შემოვიდეს შენ სარიელი უნდა დაახვევ რა მზად უნდა იყო რომ რაღაცა შეიმეცო თან თუ შენ
მზად არ ხარ რომ იყო სულელი ვერც ვერ ისწავლი რა და რაღაცა მომეწონა რა და მეთქი ეგ არის რა დავარქვათ Bubblehead-ი და დავარქვით მოკლედ ეს Bubblehead-ი გამოიწვიეს წიგნი და მე ვისხედით და ფიქრობდით რომ ნუ კაი ეს წიგნი გავაკეთეთ მაგრამ ცოტა მე მგონი ცოტა მეტი ხო არ ვქნათ ცოტა უფრო და ესე დაიწყეს პოდკასტების გადაღება ხო? კი და მე ძალიან დიდი ხანი მინდოდა პოდკასტის გაკეთება და მოდი რა პოდკასტი გავაკეთოთ და გავაკეთოთ მაგაზე რა ხო თარგმნეს წიგნი ვილაპარაკოთ მაგ წიგნის იდეებზე მე სხვა წიგნის იდეებზე და ესე ვილაპარაკოთ და თან ეს ჩვენი მისია რომ შთავაგონოთ ეს პირადი და პროფესიული ზრდა ძალიან კარგად ჩვენი აზრით ჯდება მაგ კონცეფცია მაგ თუ ეგ პროდუქტი მაგ კონცეფციაში და ეგ იყო მთელი ისტორია რა და დავიწყეთ Bubblehead-ის კეთება და მე ხო იცი ჭამამადაში რომ მოდის რა ეხლა კიდე ბევრი იდეები გაგვიჩნდა რომელიც შემდეგი ეტაპი რა არის Bubblehead-ის განვითარების? ალბათ მხოლოდ ამ წიგნების თარგმნით და პოდკასტით არ შემოიფარგლება. არა, ცოტა უფრო ხელშესახები პროდუქტები გვინდა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს პირად და პროფესიულ ზრდაში რა. ესე კონკრეტულად არ ვიცი, ბევრი იდეები არის, წიგნები შეიძლება გავყიდოთ, შეიძლება ლექციები გავაკეთოთ, არ ვიცი ის რაღაცა. მაგრამ ბევრი იდეები ესე ტრიალებს, მაგრამ ნუ ჯერ კონკრეტიკამდე რომ მივალთ რა. მაგრამ ნუ ბევრი ვარიანტია რა, ეხლა მაგამ ბავშვი. მაგრამ მოგვეწონა იქ საქმე და გვინდა რომ გავხადოთ ისეთი რა, ჩვენი ძირითადი საქმე. ხო, აი პოდკასტების რადგან შენს აკეთებ, არ ვიცი დღეს რამდენად საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მას მაყურებელი შეფასებს, მაგრამ შენ როგორ გონია რა არის განსაზღვრელი მაგისი რომ აი პოდკასტი გამოვიდეს, აი შედგა რა, რო თქვა რომ რაღაცა გამოვიდა რა. პირველ რიგში ვინც აკეთებს პოდკასტს, იმას გულით უნდა უნდოდეს იმ თემებზე საუბარი და იმის კეთება, რაზეც საუბრობს პოდკასტში რა. ავთენტურობა არის ალბათ პირველ ადგილზე, ანუ ყველაზე მეტად მე რაც მომწონს და რატომაც მომეწონა პოდკასტები თავის ძროზე რომ გავიცანი იყო, იმიტომ რომ არ იყო დადგმული სატელევიზიო გადაცემა რა, არამედ იყო ერთი შეხედვით რაღაცნაირი მოუმზადებელი, გულწრფელი გაზიარება რა. მე არის დიდი ფორმატი არის კარგი, იმიტომ რომ დრო გაქვს იმისთვის, რომ ცოტა სიღრმისეულად ჩახვიდე იმ საკითხზე, იმიტომ თუ გაინტერესებს შუა გზაში ვერ შეწყვიტავ რა საუბარს. და ანუ იგა ავთენტურობა და გულწრფელობა, გულწრფელი ინტერესი იმაში, რა საკეთებდა იმ სტუმარი თუ მოყავს იმ სტუმართან მართლა გულწრფელად უნდა გაინტერესებდეს საუბარი და არა იმიტომ უნდა მოყავდეს, რომ მე მგონი ნახვებს მომიმატებს რა, ანუ არა რატო რა. შენ თუ არ გაინტერესებს ლაპარაკი, რას ელაპარაკები, და სხვას დაელაპარაკი. ეგ ამბავი და ალბათ რაღაცა არსი რა, ანუ რისთვის აკეთებ მაგ პოდკასტს ისევ და ისევ, ანუ რა მიზანი გაქვს რა, რა ტიპის საუბარს ქმნი და რატო ქმნი, რისთვის ქმნი, რა გინდა რომ მსმენელმა მიიღოს მაგითი. ეგ იქნება თუ გექნება და დანარჩენი არაფერი ისევ და ისევ 3 კამერა, 2 მიკროფონი, ან 3 მიკროფონი, 4 კამერა, მე მონტაჟე, სტუდია და გააკეთე რა. არ გადადო. აი, ქართულ კორპორაციულ კულტურაში და სისტემაში მინდა რომ ცოტა ახლოდან დაგვანახო რა. როგორია ქართული კორპორაციული კულტურა, იმიტომ რომ ამერიკულზე რაღაც წარმოდგენა გვაქვს, იაპონურ კორპორაციულ კულტურაზე რაღაც წარმოდგენა გვაქვს. აი, ქართულის მახასიათებლები რა არის? რამე კონკრეტული გაინტერესებს, რომ მე არ ვარ ეგრე არ ვიცნობ ამერიკულ კორპორატიულ კულტურას. რა წიგნებიდან ვიცნობ, თქვა რაღაცა რა როგორ და რანაირად, მაგრამ იაპონურზე რაღაცები მსმენია რა, რომ იქ რაღაცა ცოტა უფროსებს სხვანაირი პატივისცემა აქვს და რაღაცა მოკლედ ცოტა განსხვავებული არის, მაგრამ ეგ ყველაფერი მგონია რომ თვითონ კულტურული სხვაობები არის რა, როგორც ამერიკელებსა, იაპონელებსა და ქართველებს შორის და ჩვენი რაღაცა ქართული ის გვაქვს, რა ქვია, სპეციფიკა ხო, ანუ რაღაც ეხი ეს იმასთან ვიყავი. რა ქვია, ჯაფარასთან პოდკასტში და იქ თქვი, რავი, ალბათ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ვართ, რომელიც 11-ზე ვიწყებთ სამსახურს რა. ოღონდ ოფიციალურად არა თან ისიც რა, 9-ზე გვიწერია ყოველას კონტრაქტში, რაც ნახევარზე, მაგრამ ისე მოვდივართ 11-ისკენ როგორც არაფერი. არ ვიცი, შეიძლება ეგ აიცი რა, იმდენად არ გამიკეთებია შედარება, რომ მაგრამ თვითონ რა გაინტერესებს კონკრეტულად, აი რამე კონკრეტული არის, რაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ხო, აი არ ვიცი, ალბათ უფრო ნახე, როგორ ესე დავახასიათებდი რა, თავიდან იყო უფრო მეტად იერარქიული კულტურა რა. და ბევრი კომპანია არის, ეხლა სადაც ეს თანამდებობრივი განსხვავება და რაღაცნაირი უიმედე და ის დირექტორია არის ჯერ კიდე შემორჩენილი რა. რაღაცა კომპანიები, რომელიც ცოტა უფრო გაახალგაზრდავდნენ და ცოტა უფრო მილენიალი მენეჯმენტი ყავთ, იქ შედარებით გაიხსნა კარი და რაღაცა კაბინეტები. ხო და აი მილენიალები რადგან ახსენე, ჯენზისთან როგორ არის საქმე? აი ჯენზი როგორ ცვლის რა ამ ყველაფერს? ჯენზის მე რაც დაკვირვები ვარ არის ის, რომ
სამსახურისადმი და ბრენდისადმი ლოიალობები აქ ძალიან დაბალი, ანუ კიდევ უფრო ჩხარა იცვლიან სამსახურებს ვიდრე მილენიალები ვიცვლიდით. უფრო მეტად ფრილანსერობისკენ ეხრებათ გული, თუ სული, თუ რაც ქვია. ვინ თქვა ლევანმა თქვა ეგ თაღიაშვილმა, ხო? მაგ სიტყვა იხმარა. რაცა ისტორია მოყვა, ახალი დაწყებული ხონდა სამსახური 6 თვის და ეგრევე ხელფასის მომატება მოითხოვა ცოტაო რა და ეგ აქვთ კი, როგორ აქცით, რაღაცა ავანსებს ითხოვენ ცოტა ხშირად და ბევრს, ანუ როგორ ახსნა უფრო მალე უნდათ დაწინაურება და ხელფასის მომატება ვიდრე სხვა თაობას რა ჩვენ თაობაში მე უფრო მეტად ისე ვიყავი რა აი თუ 2 წელი შეიძლება გემუშავა და მე გაგჩენოდა პრეტენზია რომ გემარ კარგად მუშაობ და აბა საათ და ეხა ჩამოიწია მაგ დრო მაგრამ ასევე ჩამოიწია თვითონ კომპანიაში მუშაობის დრომას რა ეხა სულ მაქსიმუმ 2 წლიან ჰორიზონტზე ფიქრობს ხოლმე და უფრო ეგ რა რაღაცა ისეთი რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განვითარება კომპანიისთვის და რა ტიპის ტექნოლოგიაში არის გამართლებული ინვესტიცია? აი ტექნოლოგია რა არის რა ბორბალის ტექნოლოგია. ანუ ნებისმიერი რაღაცა რაც ჩვენ მოვიფიქრეთ იმისათვის რომ ჩვენი კონკრეტული ყოფა გაგვიადვილებინა არის ტექნოლოგიის ნაწილი რა. უბრალოდ ტექნოლოგია ხა ჩვენ ტერმინში არის უფრო IT-სკენ იხრება რა და მაკეთკენ გაგვე კომპიუტერი ტექნოლოგიაა კი, მაგრამ რავი ურიკაც ტექნოლოგია არის რა, ანუ რეალურად ურიკა რო გააქვს და რო დაადებდებ სიმძიმეს და ბორბლებით რომ მიაქანავებ, ეგ ეს ტექნოლოგია, რომ აბა ის რაც იმ ურიკაზე დევს, აბა წადი ხელით წაიღე თუ წაიღე, ვერ წაიღებ. და რა მიზეზითაც ურიკა გჭირდება, იმ მიზეზით გინდა ტექნოლოგიებში ინვესტირება კომპანიას, იმიტომ რომ ეფექტურობას ზრდის რა, ერთ კონკრეტულ დახარჯულ დროზე, წუთზე და ადამიანის ენერგიაზე მეტი უგება გაქვს თუ ტექნოლოგიურად ტექნოლოგიებში გაერკვევი და დაინვესტირებ. რაც შეეხება რომელში უნდა ჩადო, მან ცოტა ისე ვარ რა, ეხა მე არ ვიცი რა, შენი საჭიროებიდან გამომდინარე რა, მაგალითისთვის დღეს AI აგენტებში ჩავდებდი მე ფულს რა და გამოვიკლევდი მაგ ამბავს. ძალიან საინტერესო რამეა სხვათა შორის. გამოვიკლევდი მაგ ამბავს, რომ ძალიან ბევრი რუტინული საქმის ჩანაცვლება შეუულია, ძალიან ბევრი. თითქმის ყველანაირი თავარი. არა მარტო კომპანიებისთვის, ადამიანებისთვისაც ძალიან ბევრი რამის ჩანაცვლება შეუძლია. კი, ანუ კომპანია ადამიანებია სხვა ეხა რა ხო და ძალიან ბევრი და შესაბამისად პროდუქტიულობას გაგიზდის რა, ანუ საჭიროება თუ მანამდე გჭირდებოდა რომ სიტყვაზე ვიძახი რაღაცა ერთი კვირა გეკეთებინა რაღაცა შეიძლება გააკეთო ერთ დღეში ეხა რა. აი რავი როგორ რაღაცა წარმოიდგინე, იცი რომ აი თუნდაც ელემენტარული ChatGPT რო აიღო რა ეხა რა, წინა პოდკასტში ვლაპარაკობდით რაღაცა მატრიცა მაინტერესებდა ფასდაკლებების რამხელა მარჟის შემთხვევაში რამხელა ფასდაკლების შემთხვევაში რამზეზე უნდა გაზრდილიყო გაყიდვები რომ დაეკომპენსირებინა ფინანსურად. რა ეხა ეგ რამდენ ხანსაც მე მოვანდობებდი მაგას ჩემით Excel-ში გაკეთებას. რავი 100 ჯერ ჩხარა სწრაფად გამიკეთა მან რა ქვია. GPT-მ და ეგეც ჩემი პროდუქტიულობა მე რაღაცა მჭირდებოდა, თხოვე გამიკეთა რა. ტექნოლოგიის არსიც ეგ რაღაცა გჭირდება და აკეთებინებ ამ დანადგარს რა, ან ტექნოლოგიას, ან რაღაცა გამოგონებას. შესაბამისად პროდუქტიულობის გასაზრდელად და ეფექტურობის გასაზრდელად და მათ შორის მომგებიანობის გასაზრდელად ტექნოლოგია არის ეგა. მაგითი მოვიგეთ. ახი ტექნოლოგია რა არის რა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წარმომადგენელი ცხოველთა სამყაროში. ადამიანზე ლაპარაკი. ადამიანი ფიზიკურ ამბავში რავი თითქმის ყველა გვერევა რა. ეხლა წერებს არ გვი მეგეც კი თუ ჯგუფად შეიგვრეს, ეგ მაგებს არ გვსვა. იდეაში ერთ-ერთი არ ვართ ყველაზე ძლიერები. საერთოდ. მაგრამ მოვიგეთ. ევოლუციური რა ქვია, რბოლა მოვიგეთ. ტექნოლოგიით მოვიგეთ რა. უბრალოდ მაგას ჩვენ აღარ ვეძახით ტექნოლოგიას, ანუ ძველ ტექნოლოგიებს ჩვენ მოცემულობად ვიღებთ, თორე ისე იდეურად ტექნოლოგია ეგეც. და იგივე ხდება ეხაც რა, ანუ ვავითარებთ ამას და ვითარდებით ტექნოლოგიურად ადამიანების შესაბამისად უფრო პროდუქტიულები და უფრო რესურსულები ხდებით რა. ანუ მეტად უკეთესად ცხოვრობთ, რაც უფრო ტექნოლოგიას ვავითარებთ რა. აი კონდიციონერი რო აიღო, რომელიც ეხლა აღარ უბერავს, ტექნოლოგიის ნაწილი არის და ამან მოგცა ჩვენ საშუალება, რომ ზაფხულში თუ ცხელ ქვეყანაში ცხოვრობ, არ გაიგუდო და მაგალითად 2 საათიანი სიესტის გამოცხადების აუცილებლობა აღარ არის. 2 საათიანი სიესტა ხო პროდუქტიულობას და გიგდებს არა? აი ეგ არის ტექნოლოგია რა და რატო კითხვა მაგიტო. თორე ჩამორჩები უბრალოდ რა ეფექტურად. და საით წავა ეს ყველაფერი სამომავლოდ. იმიტომ დღესაც ხო უკვე
კიბორგები ვართ რა, კომპანიების ხო კიბორგები არ, იმიტომ რომ არის ადამიანური შრომა, რესურსი და არის ტექნოლოგიური რა. ადამიანიც ეგრე არის, უკვე ტელეფონის garaშე აღარ შეუძლია რა გაკეთება ფაქტობრივად. არ ვიცი. საიწავ არ ვიცი, მაგის პროგნოზში არ ვიქნები მე კარგი, თუმცა ორი თეორია მაქვს მოსმენილი და გაგონილი და შეგვიძლია გავიმეორო. ილონ მასკი ყვებოდა მაგას და აქედან ვაკოპირებ ხა ასე ვთქვათ. უბრალოდ Google-ის Larry Page ყოფილა, არ ვიცი რა სიტყვა ეგ, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს. თუ ევოლუციას მოიგებს მაგალითად ხელოვნური ინტელექტი, მისთვის ოკეი არის რა, ანუ რამა ცნობიერება თუ წავა და გახდება რობოტში იქნება ცნობიერება და ის ცნობიერება გააგზელებს ასე ვთქვათ. ევოლუციას კარგია და ელონი იძახის რომ არა, მე ადამიანი უნდა იყოსო და ამიტომ ელონი იძახის რომ ერთ-ერთი გზა რომ ჩვენ ამ ხელოვნური ინტელექტს და რობოტებს მოუგოთ არის რომ ჩვენ თვითონ ეგრეთ წოდებული კიბორგები გავხდეთ, რაც შენი ხმარი, ანუ ჩვენ გამოვიყენოთ რაღაცნაირად ეგიეს და არ ვიცი საიწავა, მაგრამ მე მაინც ადამიანურობის და ადამიანობის მჯერა და არაფერი დავიხმართ, რაღაცას გავაფუჭებთ ალბათ, როგორც ყველა ტექნოლოგიური გარღვევის შემდეგ რაღაცას ვაფუჭებდით, მაგრამ მე ვისწავლით გამოყენებას და ჩვენივე კეთილდღეობისთვის გამოვიყენებთ, მე მაგის მჯერა. როგორი იქნება რავი ხა ვინ იტყო და რომ დღეს ნახევარი დღე ესე ვიჯდებოდით, მაგრამ რავი ვზივართ, შედვართ უფრო სწორად და ხვალ რაღაცა იქნება რა. მუსიკას თუ უსმენ მუშაობისას, ეგ მაინტერესებს. მუშაობისას არა, მუშაობისას მე მუსიკა მიშლის ხელს. არა. ნებისმიერი ტიპის მუსიკა, თუნდაც ეს კლასიკური იყოს ან მუშაობისას მე რასაც ვმუშაობ, ვერ, მაგრამ მაგალითად რაღაცა სახლის რაღაცების კეთების დროს, რომელიც უფრო მეტად ინსტინქტურია და არ საჭიროებს კონცენტრირებას, მაგ დროს კარგია კი კაცო. მაგრამ აი ტარების დროს მუსიკა მიყვარს რაღაც, მაგრამ აი მაგალითად კითხვის დროს ან წერის დროს ან ფიქრის დროს მუსიკა დიდად და რა მუსიკას უსმენ? ძირითადად იხლა მაგ ბოლო წლები ამოკვიატება ჩემი Spotify-ის პლეილისტი ტრიალებს 70-იანების და 80-იანების წლების ცოტა პარტი მუსიკებში რა. მაგრამ ჩავჩი და მე აღმოვაჩინე თურმე რომ ეგ რა საინტერესო ფაქტი ყოფილა. რამ 35 თუ 40 წლის ასაკის მერე ადამიანის ტვინი აჩერებს ახალი მუსიკის მიღებას თურმე არც ვიცოდი რა. მაგიტო ყოფილა ეს რაღაც მუსიკის თემა სულ ახალი თაობის არის რა და რაღაცა ჩავჩი რა მოკლედ მე თინეიჯერობაში უსმენდი როკს და რეპს, რაღაც პერიოდი მქონდა რეპერი ვიყავი რაღაც პერიოდი როკს, იხლაც მოკლედ როკი ძალიან მიყვარს, მაგრამ აი როგორც გითხარი რა, რაღაცა ეხა ამ თუთას ეს 80-იანების და 70-იანების. ოკეი. ეს კითხვა ალბათ შენს გაგიგია აქამდე რა. შეიძლება ცოტა ის არის რა, ისეთ შედარება არის, მაგრამ ფულიანი და უბედური გირჩევნია რო იყო თუ უფულო და ბედნიერი. ოჯი იმდენად არის მიმიც არის ამაზე. ვიცი ხო და იმდენად არ არის ეგ ორი რაღაც ერთმანეთზე დამოკიდებული, რომ არასწორი არჩევანია რა. ანუ უფულოდ შეგიძლია იყო უბედური და ფულიანი შეგიძლია იყო უბედური და ფულიანი შეგიძლია იყო უბედური და ფულიანი შეგიძლია იყო ბედნიერი. ანუ ორი ერთმანეთზე დამოკიდებული რაღაც არ არის რა. და რავი, ხა მეც თუ მიმით მიყავ, მეც რაღაცა ხუმრობით გიპასუხებ. რავი, მერსედესში ტირილი მირჩევნია საბოლოო ჯამში ვიდრე ეგ ამბავი, მაგრამ უბრალოდ არ არის ეგ ერთმანეთზე დამოკიდებული და არ მოგვიწევს არ გვიწევს მაგარჩევით. კი მგონია, მაგრამ მაგარჩევის გაკეთება არ გვიწევს. და მიზანი თუ ამართლებს საშუალებას, როგორ? არა. რატო ფიქრობ ეგრე? იმიტომ რომ მინახავს რა უბედურებები მოუტანია მაგ ფილოსოფიას რა. მინახავს რა ჩემი თვალითაც შეიძლება მინახავს, არა, ჩემი თვალით უბედურებები არ მინახავს, მაგრამ ცირა არის მიზანი შეიძლება დაისახო ძალიან კეთილშობილური რა, მაგალითად საბჭოთა კავშირის ქონდა ძალიან კეთილშობილური მიზანი. ეგ იყო რომ ყველა ყოფილიყო თანასწორად კარგად. და რაც მოხდა არის რომ ყველა გახდა თანასწორად ცუდად. და მაგისთვის ძალას იყენებდნენ რა. ფაშიზმის მიზანიც რაღაცა ესეთი იყო რა, კაცობრიობა უნდა გადაერჩიათ, რომ ცუდი სისხლი უნდა ამოეძირკვათ, რომ ეგ იყო სახიფათო კარგი ადამიანობის. რეალურად მაგეს ფილოსოფია რო ჩაგეხედა ეგ იყო რა, მაგრამ რას დააყენეს და რას გააკეთეს ხო ნახე. მე რავი 1000 რაღაცას მოიფიქრებს ადამიანი კეთილშობილურ მიზანს დაისახავს და მე გაამართლებს არც თუ ისე კარგი საშუალებით. ამიტომ არა, საშუალება მიზანს არ ამართლებს. ოკეი. ინგლისური ტერმინი უნდა ვიხმარო? კი ბატონო. ტერმინი არ არის, მაგრამ fake it till you make it. ხო. ქართულად არ ვიცი ხა ზუსტი შესატყვისი ამის როგორ იქნება, მაგრამ მე მგონი ყველას ესმის რა ამ საქმეებისაზე. ამას თუ უჭერ მხარს არ ვიცი. ვერ გაექცევი მაგას. ეხლა ნახე რა კუთხით გეტყვი მაგას რა. შენ თუ რამე ახალს სწავლობ
და ახალ საქმეს იწყებ, დასაწყისში რეალურად იმპოსტერი ხარ რა. რეალურად ხარ იმპოსტერი, იმიტომ რომ ჯერ ეგ არ გაგიკეთებია და ჯერ მაგაში რეპუტაცია არ დაგიმსახურებია. მაგრამ შენ თუ თავდაჯერებულად არ დაიწყე, მაგის კეთება არ გამოგივა. ამიტომ რაღაცა პერიოდი ფეიქინგს აკეთებ. მე და შენ ეხლა კაი შენზე არ გიყვარ. მე ეხლა ჯერ არ შემდგარი პოდკასტერი ვარ. მაგრამ მე თავდაჯერებულად ვდები სკამზე და მიმყავს პოდკასტი. მაგ დროს ერთი შეხედვით შეიძლება ეგრე იყოს, fake it till you make it არის რა, მაგრამ სხვა შემთხვევაში როგორ უნდა ვისწავლო? ანუ თუ მე უცოდინარმა არ დავიწყე კეთება, რანაირად ვისწავლო? ხომ მიხთვის აი დაგმოყავს. Fake it till you make it სუდი არის იმ შემთხვევაში თუ ტყუი. ანუ ტყუი არა ავთენტურად თუ შვები მაგას, თორე შეუძლებელია რა ყველა ვარიანტში იმპოსტერი ხარ რაღაცა დროს. რაღაცა ახლის წამოწყების დროს ხარ დამწყები იმპოსტერ ქვია, ქართულად არ ვიცი ეგ როგორ არის რა, ანუ აჩვენებ თავს იმათ, ვინც ჯერ არ ახარ. მაგრამ ხო? რავი. რისკი როდის არის გამართლებული? ერთადერთი დრო, როდესაც არ არის გამართლებული რისკი, არის როდესაც ფიზიკის კანონს ეწინააღმდეგები. ანუ მოდი გავრისკავ და ფანჯიდან გადავხვდები, იქნებ გადავრჩი, არის გაუმართლებელი რისკი. სხვა ყველაფერი მგონია რომ გამართლებადი რისკი. ირაციონალური გადაწყვეტილება. ხო, ფიზიკის კანონს თუ ეწინააღმდეგება, მაშინ გამართლებული არ არის. რატო იცი ამ ბოლო დროს გამიშთა ეგ თემა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მივხვდი ნელ-ნელა რა, სიცი მივხვდი რა გავიაზრე, შეიძლება მოახ ცოტა უფრო რო ასაკში შევედი, არ ვიცი, მაგრამ ცხოვრება როგორი რაღაცაა, რომ უკვე ყველაფერი გარისკული გაქვს რა, ანუ შენ ხო საბოლოო ჯამში მოკვდები, ვეც და ყველა. და ყველაფერს აბსოლუტურად რაც გააკეთე, თან ვერ წაიღებ. თუ სადვე წახვალ ეგეც კი არ ვიცით, ხო? ანუ თამაში ცხოვრება არის ისეთი მოცემულობა, სადაც უკვე ჩვენ ყველაფერი გვაქვს ჩამოსული ფსონად და მიუხედავად იმისა მოვიგებთ თუ არა, მაინც ყველაფერი ნულზე დავა. და უკვე იმხელა გვაქვს გარისკული, რომ რავი, ბარემ შენი ოცნებებისთვისაც გარისკე რა და გადადგიე და ბიჭი რა. წაიქცევი, აბა რა სიზავ რავი, ატეკი. ოცნებები თუ მიზნები? ვიცი რა, ოცნება თუ მიზნად არ აქციე, დაგჭება ოცნებად რა. მიზნად როგორ უნდა აქციო? აუ, თქვა რომ მე ამას ამა და ამ დროში გავაკეთებ. და მე რაღაცა გააკეთე. მე გეგმა გააკეთო და თუ ვერ გააკეთებ, თქვი რომ ამა და ამ დროში ვერ გავაკეთე, მაგრამ აი ხე უნდა გავაკეთო. ანუ რაღაცა მიზანი, როგორც აუ, ნებისმიერ სხვა სამსახურში თუ პატარა მიზანს ისახავ რომ რაღაც მე მინდა რომ გავყიდო ამ თვეში 1200 და 12000 ლარის, ეგეც შენი მიზანი რა, შენი ოცნება აიღე და რაღაცნაირად ვიზუალიზაცია გააკეთე და ჩამოწერე როგორ გამოიყურება შენი ცხოვრება მაშინ როცა ამას გააკეთებ და ეგეც შენი მიზანი რა. რა რჩევას მისცემდი ლევან ლიდერებს? ლიდერებს რა რჩევას მისცემდი? ლიდერებს რა რჩევას მისცემდი? აუ რაღაცნაირი ის არის რა. მოსმენა ალბათ მეტი უფრო ვიდრე ლაპარაკი. მოსმენა, ავთენტურობა, მოწყვლადობა და თანამშრომლების მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენა რა. ეგ არის ალბათ ყველაზე კარგი ლიდერი, ვინც შეიძლება იყოს, ვინც მის გვერდში მდგომებს თუ მის თანამებრძოლებს თუ თანაგუნდელებს თუ თანამოაზრეებს თუ ვინც მიყვება მოკლედ ამ ლიდერს რაღაცა მიზნისკენ, იმათ მაქსიმალურ პოტენციალის გამოვლენაზე იზრუნებს რა და მაგისათვის მოსმენა ასაჭირო, ავთენტურობა ასაჭირო და რაღაცნაირად თვითონ ლიდერმა რომ არის ბაქიბოქოს და მოწყვლადი იყოს, ალბათ კარგი იქნება, თუმცა ხო, ძალიან კომპლექსური კითხვა არის რა, სხვა ლიდერს შეიძლება სხვა რჩევა დაჭირდეს რა, მაგრამ ნუ ზოგადად მგონია რომ ეგ მორგებადი არის ყველაფერზე რა. კი ბატონო. მადლობა ლევან. მადლობა თქვენ. რომ გვესტუმრე, იმედია კარგი საუბარი გამოგვივიდა. მადლობა რომ გვიყურებდით. თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხიც Founders Club-ი. ლევანის არხით შეგიძლიათ გამოიწეროთ ასევე Bubblehead-ი. და სანამ დავასრულებთ, მადლობას ვეტყვით ჩვენს სპონსორსაც More ABC-ს, რომელიც არის More Global-ის ქსელის წევრი საკონსულტაციო კომპანია. და გთავაზობთ აუდიტს, ბუღალტერიას, საშემფასებლო მომსახურებას, საგადასახადო რისკების ანალიზს და სხვა დაკავშირებულ სერვისებს. მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვიყურებდით და გამოიწერეთ კიდევ ერთხელ, მოიწონეთ ვიდეო და რას ამბობენ კიდე ამ დროს, არ ვიცი. თუ არ მოგეწონათ, კომენტარებში უკავშირეთ. მოგეწონათ გამოიწერეთ, თუ არ მოგეწონათ, მაინც გამოიწერეთ, იმიტომ რომ არაფერი არ მიდის თქვენ. კომენტარებში უკავშირეთ. კომენტარების დაგვიწერეთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რა შევცვალოთ
ვინ მოვიწვიოთ და ასე შემდეგ. შვენიერი, მადლობა. ეგ არის.